მოგესალმებით მეგობრებო, ესე იგი სანამ პოდკასტზე გადავალთ, მინდა მაგარი ამბავი გითხრათ. 4, 5 და 6 ივლისს ყაზბეგში რუმსის სასტუმროში ვაკეთებთ რითრიტს მედია დოლიძესთან ერთად, იგივე Cosmic Rocks-თან ერთად. რითრიტის სახელი არის კრისტალების ძიების ექსპედიცია და როგორც ეს სახელი კარნახობს, ჩვენი მიზანი იქნება იმ ადგილას მოვძებნოთ კრისტალები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხდება გამოცდილ გეოლოგთან ერთად სპეციალური აღჭურვილობით, ჩვენ გავეცნობით სხვადასხვა გზებს კრისტალების მოძიების. ხოლო თავისუფალ დროს გავაკეთებთ სხვადასხვა მედიტაციებს, კრისტალებთან ერთად, სუნთქვით ვარჯიშებს შემოგთავაზებს ასევე მედია, ასევე ამ რითრიტში შედის ინ იოგა ნინო ტოგოინძესთან ერთად და ბგერითი თერაპია ჯარა მამალაძესთან ერთად. მეტი დანარჩენი დეტალური ინფორმაციისთვის აღწერაში გვაქვს ბმული, შეგიძლიათ იქ გაეცნოთ და მოკლედ გველოდებით. ახლა კი გადავიდეთ პოდკასტზე. მოგესალმებით, შენი პოდკასტი. დღეს ჩვენი სტუმარი არის სისტემური განლაგების სპეციალისტი მოგშა ფეიქარი. გამარჯობა მოგშა და მადლობას გიხდი ჩვენთან მოსვლისთვის. გამარჯობა, მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირიქით, მოკლედ სანამ დავიწყებთ და ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მთავარ თემაზე გადავალთ, რაც არის განლაგება, მის ნაირსახეობები და ზოგადად რა არის ეს. პირველ რიგში მეც მაინტერესებს ძალიან და ჩვენი არქის გამომწერები ვინც არიან და მაყურებლები, მათაც ალბათ აინტერესებს, ვინც არ გიცნობს, რომ მეტი გავიგოთ თქვენზე, საიდან მოდიხართ, რა ცხოვრება გამოიარეთ და როგორ მოგიყვანათ ცხოვრება ამ პრაქტიკასთან და ესე ვთქვათ, სწავლებასთან, რაც არის ეს სისტემური განლაგება. კი ბატონო, საინტერესო ბიოგრაფია მაქვს ამ კუთხით. აი განლაგებასთან როგორ იკვეთება. და ერთი-ორი სიტყვით ვეცდები რომ გადმოვცე. კეთილი. ფაქტიურად ვიტყვი იმას, რომ შესაძაც ვიყავი დაახლოებით 14-15 წლის ასაკის, აი მაქედან უკვე მქონდა დაინტერესება მედიტაციებით. ეს ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო და მაგ პერიოდში აი ძალიან მომწონდა ოშოს აქტიური მედიტაციები, რასაც ვაპრაქტიცირებდი და ძალიან ასე თქვა ჩემი ცხოვრების ინტეგრირებული ნაწილიც იყო. საქართველოდან წასვლა მომიწია 90-იან წლებში, აქ არანაირი პერსპექტივა არ იყო მაშინ და მეგობრების დახმარებით სამოგზაუროდ წავედით ინდოეთშიც და მე გერმანიაშიც მოხვდი, რომ იტყვიან ინდოეთშიც ეს სპირიტუალური მხარე ძალიან მომეწონა, იქ ძალიან ადვილი იყო ამასთან შეხება და გადაკვეთა, უფრო სიტუაციას ხელს გიწყობს. ჩვენთან ძალიან უცხო თემა იყო მაშინ 90-იანებში და გერმანიაში როცა მოხვდი ამ დეტალებს არ მოყვები, როგორ მოხდი ინდოეთში ან როგორ გერმანიაში, უბრალოდ აი რაც არის რელევანტური ამ თემას დაკავშირებით, იქ უბრალოდ გერმანული ენაც შევისწავლე, მაშინ გრაფიკ დიზაინით მუშაობდი საქართველოს სამხატვრო აკადემიაში, სწავლობდი მაგ პერიოდში, მაგრამ არანაირი პერსპექტივა რო არ იყო, ასე გავაგრძელე გრაფიკ დიზაინით, მე გერმანიაში რაღაც მხატვრობასთან დიზაინთან კავშირი მაინც ჰქონდა. რაღაცა პერიოდის მერე ძალიან მინდოდა რომ უფრო სიღრმისეული რაღაცები შემესწავლე მან კომპიუტერულ სფეროში, პროგრამირებაზე გადავედი და მოხდი SAP-ის ასე ვთქვათ კონსულტანტი გავხდი. SAP არის System Application Process, ანუ უყუდიდესი კომპანია, რომელიც ძალიან დიდი კომპანიების სოფტვერს და სერვისებს სთავაზობს და მე თვითონ გამიკვირდა მეთქი აქ როგორ მოხვდი, მაგრამ რაღაც გამიტაცა შემიტაცა ამ იმან გამიტაცა ამ სფერომ და გერმანულ ენას საუბრობდი და SAP-ის სპეციალისტი ვიყავი და თან პარალელურად მოგზაურობდი ხოლმე ინდოეთში და მედიტაციის სწავლის პროცესს და მსვლელობასთან დაახლოება სულ იყო, ერთი-ორი თვე ყოველთვის ჰქონდა ხოლმე ინდოეთი, ძირითადად ინდოეთი დასასვენებლად, ასე ვთქვათ, აი სულიერი საკვების მისაღებად, რაც მე 1 წლის მანძილზე, 2 წლის მანძილზეც კი ყოფნი და ნუ იქ თვითონ რესორტში ოშოსთან ძალიან კარგი პირობები იყო მაშინ ამ დროს, თვითონ ოშო აღარ იყო ცოცხალი, მაგრამ რაც მედიტაციური თერაპიები ხდებოდა, ფაქტობრივად ეს იყო ჰუმანისტური დარგის ფსიქოთერაპიის ჰაბი. ძალიან ბევრი რაღაცა დღეს რაც ხდება ჩვენს ირგვლივაც კი, არა მარტო ოშოს თერაპიები და მედიტაცია, ზოგადად mindfulness-ი, ნებისმიერ რამე რაც ჰუმანისტური დარგის რესურსებზე ორიენტირებული თერაპია, იქ მაგი ფაქტიურად მზადდებოდა. ხო, თან იმ დროს ეგ იყო იქაური ხალხისთვის და ცნობიერებისთვის ძალიან დიდი რევოლუცია და რაღაც აი ეგეც ვიცი, ცოტა რაც გარიყული ხალხივით იყვნენ, ხო, იმიტომ რომ იქაური ინდოელები სადაც ეს იყო, დიდად არ გუობდნენ ამ ოშოს. ხო, კონტრასტი იყო ძალიან დიდი. კონტრასტი იყო, თუმცა ეს ხალხი როგორც ასეთი, ანუ ძალიან ისეთი, როგორ თქვა, ამ თემას რო დავუახლოვდე, მე რამც მიმიზიდა აქ არ იყო ის რომ ერთფეროვანი ხალხი იყო ძალიან მრავალფეროვანი პუბლიკა ინტერნაციონალური
ყველა იყო უმაღლეს დამთავრებული განათლების სფეროში თავის პროფესიით, ანუ ძალიან ესეთი ინტელიგენტი უშუალოდ რიტრიტში ამ ადგილას. თვითონ რეზორტზე იყო და ძალიან ესეთი ატმოსფერო იყო, რომ მეთქი ესეთი უნდა იყოს დედამიწა. ხო. ანუ პატარა პაკეტი იყო, როგორი შეიძლება იყოს. პაკეტი იყო მომავლის დედამიწის თითქოს. ანუ რა შეიძლება, რა პოტენცია აქვს ჩვენს ადამიანურ რესურსებს, როგორ შეგვიძლია ვიცხოვროთ ერთად, ძალიან ჰარმონიული და ძალიან ასე ვთქვათ, მაგალითისთვის ვიტყვი, მეგობრობა თუ ქონდა ვინმესთან, ან ცალკე გინდოდა ყოფნა, რაც მაგალითად ვალდებულებითია ხოლმე სოციუმში, იქ ეს ვალდებულებითობა საერთოდ არ იყო. ანუ გინდა შენთვის იქნები რამდენი ხანის წინ და გინდა იქნები სოციალური რამდენი ხანის წინ. ესეთი რაღაცები, რაც კულტურებში ექსტრემებია, მაგალითად გერმანიაში ესეა და საქართველოში ესეა. იქ იყო თითქოს შუალედი დაჭერილი, რაც რასაც არ ახასიათებს ეს ექსტრემები. ეს ძალიან მოწონდა. ანუ ჩვენ საზოგადოება ზოგადად ძალიან ესაჭიროება ესეთი აპდეიტები და პირიქით ხელს უნდა უწყობდეთ, რომ სისტემური განახლებები ზუსტად სამწუხაროდ ასეთ რაღაცებს ვანადგურებთ. და blackmailing-ს უკეთებთ და ყველანაირი ყვითელი პრესა ამაზე მერე მუშაობს და 1000 გვარი ჭორები დადის და რაც სრულიად ეხლა ცალკე თემაა ოშოს თემა. ძალიან დიდი თემაა საკითხია, ნუ ჩემი თვალით რო შევეხე და ვნახე რაც იყო და როგორც არის, აქედან გამომდინარე ძალიან გამიმართლა მაგ ხრივ თორე გვერდიდან ცოტა ისე დასანახი იყო ეს ყველაფერი. ანუ მაგ დროისთვის მით უმეტეს ეს კონტრასტები. და ფაქტობრივად ბერტ ჰელინგერის განლაგებაზე მაშინ შევიტყვე იქ, ზუსტად მაგ თემაც უკვე ცნობილი იყო 90-იან წლებში უკვე პოპულარული ხდებოდა ჰელინგერის ეს მეთოდოლოგია და უბრალოდ ვიცოდი. და რაღაც პერიოდში მე ვიდეოებიც ჰქონდა ამაზე ნანახი, რომ რეპრეზენტატორები გამოდიან, სცენა, ამ სცენაზე რაღაც ემოციები აქვს ხალხს, მაგრამ მაინც სკეპტიკურად ვიყავი, მეთქი როგორ შეიძლება ასეთი უცაბედად ასეთი ემოცია იყოს, ასეთი სრულიად ანუ უცხო ადამიანისთვის ჩემთვის მაინც გაუგებარი იყო, თუმცა აუტენტურობის ჯეროდა, ანუ ვიდეოზე რაც ნახულობ. სანამ მე თვითონ არ მოხდი ბერტ ჰელინგერთან. მაგროს რამდენი წლის ხართ უკვე მაგას? აი მაგროს 25 წლის და 25-30 წლის. და მე უკვე რაღაც პერიოდი რო გავიდა, ჩემს მაშინდელ გერმანელ პარტნიორთან ერთად მან დამპატიჟა წამოდი ჰელინგერია ჩამოსული გერმანიაში, გელზენკირხენში იყო ჩამოსული სანდღაც. იქ მოხდი პირველად განლაგების სცენაზე თვითონ რა, ანუ ისე მოხდა რაღაც თემა და საკითხი იყო, რომელიც დამუშავება მინდოდა და მოხდი და ამ განლაგებაში რომ მოხდი და რომ მივხვდი რომ ისეთ რაღაცები მემართება თუ ისეთ რაღაცები მონაწილეობა მიიღე. მონაწილეობა მივიღე, რომ ეს მეთქი ამაზე არავინ არ მაიძულებს, მაგრამ ეს ემოციები აუტენტური არის. მაშინ მივხვდი რომ ეს ყველაფერი მართლა ნაღდია, მართლა ხდება და ანუ ჩემთვის ეს დასტური იყო, საინტერესო თემა. თუმცა ეს უბრალოდ აი დასტური იყო ამ თემაზე, მაგრამ მე პირადად ჯერ არ შემეხო, იმ ხრივ როა ჩემ პირად საკითხებთან გადაკვეთაში ჩემის ცხოვრების ნაწილი არ გამხდარა. მაგრამ მე გარკვეული შეხვედრების მერე ბერტ ჰელინგერთან უკვე კელნშიც იყო ტარდებოდა ორგანიზაციული განლაგებების ცალკე დიდი თემაა კიდე საორგანიზაციო განლაგებები და მაგ თემაში მივიღე მონაწილეობა და ბოლოს ინტერვიუ იყო რომელიც მე YouTube-ზეც გავაზიარე. ხო. საქართველოსთან მიმართებაში. და უშუალოდ რა მაინტერესებს ცით, ეხა პირველად რომ მიიღეთ განლაგებაში მონაწილეობა, ანუ სხვის განლაგებაში მიიღეთ, ხო, მონაწილეობა, როგორც ერთ-ერთი თანამონაწილე თუ თქვენ, საკუთარი თემა გაშალეთ. საკუთარი თემა გავშალე, მაშინ იყო მონი პარტნიორული ურთიერთობის საკითხი იყო რაღაცა, რაც მაინტერესებდა, გამოვიტანე და ანუ ნუ ამ დეტალებს არ მოყვები, მაგრამ ისეთი ანუ ნათქვამი შეიძლება დეტალები არ მქონდა და ის დეტალები რაც ნათქვამი აქვს ისიც კი ხდებოდა სცენაზე. ხო, ანუ ყველაფერი გაცხადდა და ინახეთ და მაგის მერე შედეგიც ალბათ მყისიარად იგზენით, ხო? შედეგი იყო პირველად დავინახე საკუთარი თავი გვერდიდან ასე მკაფიოდ. აჰა. ანუ რასაც ფაქტიურად მედიტაციაში ხო, უბრალოდ სხვა ხალხიც დაგეხმარათ რომ ამ სარკეს ჩაგეხედათ, რაც ესე რო შევხედოთ. სხვა ხალხი გეხმარე მედიტაციაში შენ თავს უკეთებ ამას ამ აზრებზე დაკვირვებით, აქ სხვა ხალხი გეხმარება, მაგრამ მსგავსი პროცესია. ხო, და ორგანიზაციული განლაგებაც ახსენეთ, სულ რამდენი სახის განლაგება არსებობს და რამდენი სახის მე ვიცი ერთი ოჯახური პარტნიორული ხო და ეხა ორგანიზაციული სახსენეთ კიდე როგორი არის და ორგანიზაციულიც რა უხსნათ რას ნიშნავს, იმიტომ რომ ოჯახური კი გასაგებია რომ იქ რაც ოჯახის თემებს და ტრავმებს ვეხებით, პარტნიორულიც ცხადია, მაგრამ ორგანიზაციული ცოტა არ მესმის. ხო. ანუ განლაგების მეთოდები არის უამრავი, ფორმატებიც არის უამრავი, თემები და საკითხებიც უამრავი და ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ რაც კი რამე სისტემურია, ყველაფერს შეიძლება ეს მოერგოს როგორც იარაღი. ანუ განლაგება არის როგორც იარაღი რო ავიღოთ რა, ანუ ეს არის ყველა სისტემას შეიძლება რაც კი რამე სისტემურია, ჩვენი ორგანიზმის სისტემაა. ანუ სიმპტომების განლაგებას არსებობს
ოჯახით სისტემა, წარმომავლობითი ოჯახით სისტემა, ტრანსგენერაციული სისტემა, ანუ აწმყოს ოჯახით სისტემა, ჩემი მეუღლე, შვილები, ასე ვთქვათ. და ორგანიზაციაც სისტემა, ოღონდ ამ სისტემებს აქვს სხვადასხვა დინამიკები და კანონზომიერები. ანუ ოჯახური სისტემის დინამიკა რო გადმოიტანო საორგანიზაციო თემაზე არ გამოდის. ანუ იმ საორგანიზაციოს თავისი კანონზომიერებები აქვს და იმაზე მორგებული უნდა იყოს განლაგების მიდგომაც. მაგალითისთვის ვიტყვი ოჯახში, მაგალითად კონტრაქტები არ მთავრდება. შენ ვერ იტყვი შენ ჩემ დედა ხარ აქედან აქამდე. ხო არ. ან შენ მე ვიქნები ახლა დედა და შენ მოდი შვილი იყავი, მას ვერ ცვლით. იერარქიებსაც ვერ ცვლით. ორგანიზაციაში კონტრაქტებით არის დროებითი, ანუ კონტრაქტიდან გამომდინარე, შენ შესული ხარ ორგანიზაციაში, კონტრაქტიდან გამომდინარე, გამოსული ხარ ორგანიზაციაში, მთავრდება შენი მოღვაწეობა იქ. და ასევე იერარქიებიც იცვლება. ანუ უფროსი შეიძლება თანამშრომელი გახდეს კონტრაქტიდან და თანამშრომელი უფროსი. მაგრამ ოჯახში თუ ესეთი რამე ხდება, მაშინ დისჰარმონია შემოდის. თუ შვილი თავის თავზე იღებს დედობას ან მამობას, ის ანუ როლს რო იცვლის უკვე, ანუ იქ როლი შეუცვლელი არის და კონტრაქტის არასდროს არ მთავრდება. ხო არსებობს გარემოებები, როცა შვილს უწევს მაგის აი სიტყვაზე არის უბედური შემთხვევები, ხო, რომ აი გარდაეცვალა ახლობელი და ანუ სხვა გზა არ აქვს უწევს, რომ ეგ პასუხისგებლობია იყო. ეგეც როგორ თქვათ, მაგის ბედის წერა არის თუ აი ბედის წერა, რა თქმა უნდა, მაგრამ ბალანსის საკითხია აქ. ხო. ანუ მიღების და გაცემის ბალანსი. თუ დისბალანსი აქვს, მაშინ რა თქმა უნდა დისჰარმონია შემოაქვს ამას. ანუ როგორ უნდა იყოს ბალანსი ეს მოთავსებული და როგორ უნდა იყოს მადლიერება ამის მიმართ გამოხატული, იმიტომ რომ ბედის წერა არის ესეთი და როგორ უნდა იყოს აღიარება ამ ბედის. ანუ ბევრი საკითხები არის აქ მიბმული, რაც გასათვალისწინებელია დასანახი და მისაღებია. იგივე მიღება და გაცემის თემა ორგანიზაციებშიც არის, იმიტომ რომ ორგანიზაციაში შეიძლება ხელფასი არ შეესაბამებოდეს იმ წვლილს, ამიტომ იქაც უკმაყოფილება იქნება. ხო, დისბალანსი ყველგან იჩენს თავს. ან თუნდაც მაგალითად შედის, მაგალითად მე მაქვს კომპანია, სადაც ჩემი უფროსი ძმა შევიყვანე და ის თუ შემოდის იმ სისტემით, რომ ეს უფროსი ძმა ჩემ მაშინ კომპანიას გამინადგურებს. ანუ ზორი სისტემა ირევა ხომ როცა საოჯახო თემები იკვეთება. მაგიტო იძახიან რომ ახლობლებთან ბიზნესი ჯობი არ დაიწყოს. სხვა სისტემის იერარქიით შემოდის ხდები. და იმას თუ ისე შემხედა მე კომპანიაში როგორც ის ჩემი უფროსი ძმა, მაშინ მე ბიზნეს გამონადგურებ. გინდა ჩემი უფროსი დაიყოს, ან ნებისმიერ ის როლი რო შემოიტანოს აქ, ეს არ მოერგა. ანუ ის უნდა მექვემდებარებოდეს მე ამ სისტემაში უნდა იყოს ჩემი თანამშრომელი. ეს ძალიან რთული არის, ხო, დიდ ცნობიერებას მოითხოვს. ეს ძალიან საინტერესო არის და კიდე სანამ გადავალთ სხვა კითხვაზე, ერთი საინტერესო დეტალი რაც დავიჭირე თქვენზე იყო, რომ ახსენეთ, რომ აი ამ სისტემ რაღაც software development-ში მუშაობდით და როგორ მიიყვანათ ცხოვრება ამ განლაგებამდე რეალურ ხალხთან, რომ ჯერ იყავით აი რაღაც კომპიუტერულ ხელოვნურად შექმნილ სისტემაშიც, იკვლევდით ჯერ მოდი დავარქვი რაც მიკროსისტემას კომპიუტერს, რომ მე ეს უკვე დიდ მაკროსისტემაში გაგეცნოთ, რაც არის უკვე ადამიანები და ეს უხილავი ენერგია და ამ ველთან ურთიერთობა, ხო, ანუ რაღაც თავისებური გზით მაინც მიგიყვანათ ცხოვრება. მაგრამ სხვა ლოგიკა აქვს, ანუ მე ესე ავხსნი, რომ რაც ამან მასწავლა ამ კომპიუტერულმა სფერომ გერმანიაში ძალიან კარგად გამომადგა ცხოვრებაში დღესაც, რაც მასწავლეს არის სტრუქტურა, კოლეგიალობა, ანუ გამოწვევებთან ყოფნა, რა ვიცი, ბევრი ესეთი თემები, რაც უფრო აი რო ვთქვა ახლა ჩაკრებით რო ვთქვა, ხო ცენტრებით რო ვთქვა, რაღაცა მებრძოლის არქეტიპი, ანუ მესამე ცენტრი, ეს ნება, აი ამისი კრისტალიზაცია მოხდა მაგით, მაგრამ რაც არ იყო, აქ არ იყო ემპათია და კრეატიულობა. ხო. ანუ განვითარების მხრივ ემპათია და კრეატიულობისთვის აქ არანაირი ნიადაგი აღარ იყო. მაგისთვის უკვე რეალურ ხალხთან. ხო, რეალურ ხალხთან, როდესაც ადამიანებთან შედიხარ და მათთან ურთიერთობაში ხვდები ამ მეთოდით, ანალოგების მეთოდით, ამ მეტამორფოზა რო ხდება, ეს არის უდიდესი კრეატიული პროცესი და აქ რა თქმა უნდა ემპათიის გარეშე ეს არ გამოდის, ანუ თანაგრძნობის გარეშე ეს არ გამოდის. ამიტომ ჩემთვის უკვე შემდეგ ეტაპზე მე მჭირდებოდა სხვა რაღაცა, სხვა რესურსები. პიროვნული ხო, მაგრამ იმანაც თავისებურად გამოგთალათ და მოგამზადათ შემდეგი ხო არ გამოვიდოდა ხო ფუნდამენტი. ანუ ამ სტრუქტურა ძალიან საჭირო იყო. და ფაქტობრივად ესე ვუყურებ მეც, მაგრამ რთული იყო ამ ნაბიჯის გადმოდგმა, იმიტომ რომ ფაქტობრივად როდესაც გაქვს კარიერა, როდესაც გაქვს გარანტირებული კომფორტი, რო იცი ხო, რომ უზრუნველყოფილია. და ამასაც მე თვითონაც პირადად რამოდენიმე ჯერ განლაგებაც კი ჩაატარდა თუ ჩავატარეთ მიგრონს. რო რა არჩევანი უნდა გაგიკეთებინათ. ხო, აი როგორ გავაკეთო ეს არჩევანი სწორი ხედვა რომ მქონოდა და ეს ძალიან დამეხმარა. ფაქტობრივად ის ხდება, რაც ამ განლაგებებზე ჩანდა ხო. მართლა. ზუსტად.
კი. და დრო დაგჭირდათ რაღაც ხანგრძლივი შედარებით, ხო ალბათ აი გამოყო სეპარაციის. უფრო მეგონა. აა. უფრო მალე მოხდა ვიდრე მეგონა. თითქმის შეუძლებელი და წარმოუდგენელი იყო, მაგრამ სურვილი იყო ძალიან დიდი. სურვილი და ალბათ ისეც რომ თქვენ უკვე იცოდით შეიძლება რა ქმედებები უნდა განგეხორციელებინათ რომ ეს შედეგი მიგეღო და მაგ ცოდნამაც უკვე მოგცეთ ერთგვარად თავისუფლება და დრაივი რომ მაგისკენ გემოძრავათ. ეს რაღაცას უთო ყველაზე ძალიან რაც დამეხმარა იყო შინაგანი ბავშვი. ვა, რა საინტერესო არის. ხო, მასთან კონტაქტი. ამის გარშე აფი არ გამოვიდა. ეს განლაგებების დროს ხდებოდა. კი, განლაგების დროს იყო რამაც ეს დამანახა და ეს ზუსტად ამან მომიყვანა აქამდე. ანუ ის ძალა, ის სილაღე, ის საკუთარ თავის რწმენა, ეს ყველაფერი რაც იმ პოტენციაში თავიდანვე მქონდა, ანუ ზრდასრულობა აქ არ დამეხმარებოდა იმ გაგებით, რომ მე ამ ზრდასრულობით ისო აი მეომრის, ანუ რაღაც გზის გაკაფვის, აი ეს რესურსი იქ არ დამეხმარება, სხვა რაღაცები. ხო, თან ზრდასრულობას უკვე ხო, ესეთა მყარად შემუშავებული ეგოც მოყვება თან, გინდა არ გინდა, ბავშვს არ აქვს, ეგ ბავშვი არის წმინდა იმპულსი, რითიც დაიბადე და შენი ალბათ სულის მისია რაც ატარებს. რა ის საწყისი რაც ყველა უნდა გავიხსენოთ, რომ უფრო მეტად ჩვენი თავი გავხდეთ. საინტერესოა ძალიან. უშუალოდ ჰელინგერმა გასწავლათ თქვენ, ხო? შემდეგ განლაგება მასთან თავიდან მქონდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც გადავწყვიტე ასეთი გზელვადიანი სწავლება კეონის უტას აკადემიაში და უტას ინსტიტუტში გამეგრძელებინა, სადაც იყვნენ ფასილიტატორები, რომლებსაც ძალიან დიდი მედიტაციური გამოცდილება ჰქონდათ და თერაპიული გამოცდილება ჰქონდა, პროფესიით ექიმებიც იყვნენ. და ანუ ტრავმათერაპიის სპეციალისტებიც არიან, ასე ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ადამიანები არიან და გადავწყვიტე მათთან დოკუმენტში ცხოვრობდი, პრაქტიკულიც იყო და თან ამ ადამიანებთან უკვე ურთიერთობა მქონდა, მეგობრული ურთიერთობა მქონდა და მანდ გავაგრძელე. ხო. და სწავლის პროცესი რამდენი ხანი გრძელდება და მე უკვე რამდენი ხანი შეგიძლია რომ სხვა ანუ ესე ვთქვათ ფასილიტატორი იყო განლაგების წამყვანი. კი ბატონო, ანუ არის საბაზისო კურსი, რომელიც 1 წელი გრძელდება. მერე არის მეორე წელი დამატებითი კურსი, რომელშიც უკვე ფასილიტაციაზეა აქცენტი. შენ თუ გინდა რომ ფასილიტაცია გააკეთო, მეორე წელი არის აუცილებელი, რომ აქ უკვე შენ შეგიძლია ასევე სხვებსაც ასწავლო. მაგრამ თუ ვორქშოპის ჩატარება გინდა, მაშინ 1 წელი საკმარისია, საბაზისო ცოდნა გაქვს და ვორქშოპებსაც წაუძღვები წინ, იმიტომ რომ იქ ფასილიტაციასაც რაღაც დოზით გასწავლიან და სხვადასხვა თემებს გადიხარ, მაგრამ ძირითადად მაინც ადამიანებს ძირითადი აქცენტი აქვს საკუთარი თემების დამუშავება. მეც ეგრე ვიყავი თავიდან, მეთქი ჩემ თემებისთვის მომჭიდო ვერ წავმედგინა, ვერასდროს ვერ წავმედგინა, რომ მე ფასილიტატორი გავხდებოდი ამ დარგში, ან თერაპევტი გამოვიდოდი, ეს არ იყო ჩემი მიზანი მაშინ, ჩემი თავის მაინტერესებდა. მაგრამ მე შევხედე რომ იმდენი ცოდნა დამიგროვდა, იმდენი გამოცდილება, ამის არ გაზიარება, უბრალოდ თუ რამე ცოდვა არსებობდეს, ეს იქნებოდა, ხო და როდესაც მოხდა ეს გაზიარება და დავინახე რომ მართლა რეალურად რეზონირებს ადამიანებთან, მე მივყევი ამ დინებას. და ნელ-ნელა უკვე დაიწყეთ პრაქტიკული, ესე ვთქვათ, სამუშაოები სხვა ადამიანებთან და კი ბატონო, კიდევ რა თქმა უნდა რაღაცა გარკვეული პერიოდი გქონდა ერთმანეთთან ტრეინინგს მის გავდიოთ ერთმანეთთან ხშირი შეხვედრები და პრაქტიკები ამის ერთმანეთში და ერთმანეთში უფრო ადვილია მე თო იცნობ ერთმანეთს და მე უცხო ადამიანებთან ნელ-ნელა ასე ვთქვათ დამატებითად ნელ-ნელა თუმცა მაინც ფასილიტაცია ურთულესი საკითხია სისტემურ განლაგებაში. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ყველაზე ჩემი აზრით ერთ-ერთი ურთულესი თემა იმ ხრივ რომ ზღვრული თემა მედიტაციას და ფსიქოლოგიას შორის. თუ მარტო ფსიქოლოგიური კუთხით შეხედავ რაღაცა ფსიქოდრამა ან ეგეთი თემები გასაგებია, თუმცა არ არის საკმარისი განლაგება ერთი განზომილებით კიდე სხვაგანაა ვიდრე ფსიქოდრამა. ხო. ამას უკან სისტემების თეორია უძღვის, ამას უკან კიდე გეშტალტის თეორია უძღვის, ამას უკან ფსიქოდრამა უძღვის. ასტრონომიასთანაც ხო აქ რაღაც პარალელი, აი ესე ვთქვათ პლანეტარულ მდებარეობებთანაც ხო აკეთებენ. ეგეც ხო სისტემები არის, მაგ საკითხითაც მუშაობენ ადამიანები, ასტროლოგიურ განლაგებებსაც აკეთებენ, ძალიან საინტერესოა, მე თვითონაც მიმიღია მონაწილეობა, თუმცა ის როგორც თქვი სპეციფიკა ამის ის არის, რომ თვითონ ჰელინგერის ამბობდა, რომ ფსიქოლოგიისგან უნდა გავმიჯნოთ სისტემური განლაგება, ეს უფრო დიდი სფეროა. ფსიქოლოგია მისი ერთ-ერთი ასპექტია. ფსიქოსოციალური თემებია ოჯახური განლაგება. ანუ ფსიქოსოციალური არ არის ორგანიზაციაში, უკვე სხვა საკითხი არის, ხო? და ანუ მის და მიხედვით თუ რაში გამოიყენებ ამ იარაღს და ეხლა ძალიან პოპულარული ხდება და ძალიან ბევრ სფეროებში ამას უკვე სპეციალისტები იწყებენ ამის კვლევას და ამის დანერგვას, მაგალითად განათლების სისტემაში. ხო. ანუ უფრო შემოდის ჩვენ სტანდარტულ კანონიკურ სისტემებში, ხო? ბრაზილიაში მოსამართლეები,
ამას იყენებენ ხოლმე, რომ ბევრ სიმართლეს აჩვენებს, ბევრ რაღაცას ბალანს სისტემებს აჩვენებს და სააშკაროზე ამოყავს ის რაც ფარულია. კი ბატონო, ანუ ძალიან ისეთ ჩემი აზრით მომავლის ერთ-ერთი იარაღი იქნება, რომელიც შემორჩება, იმიტომ რომ ფსიქოსომატიკა ორივეს ფლიანად ეხება და უფრო მეტი პერსპექტივა იქნება, უფრო მეტი გაშლა იქნება, მაგრამ რა თქმა უნდა ხარისხია შესანარჩუნებელი, როგორც ყველაფერში შეიძლება ეს გაპაფსავიკდეს, ასე ვთქვათ, როგორც იტყვიან, ხო და ეს არის ამიტომ მაქვს მე ორგანიზაცია საერთაშორისო სტანდარტები, ვინ ჩემთან სწავლებას გადის, რა შეუძლია მის გაკეთება შეუძლია და ეს რეგულაციები რაც კი არ გააკონტროლებს ამ ყველაფერს, მაგრამ ასე ვთქვათ, გაფილტრავს. ხო. ეს უფრო 21 საუკუნის პრაქტიკა არის, ხო? 21 საუკუნის პრაქტიკა. და ასევე პარალელი გავავლე, რომ ძალიან გავს აი ძველად მისტერიები რაც იყო და ის და მისტერიებში ინიციაცია მანდაც ხო რაღაც თამაშდებოდა, რაღაც კონკრეტული რაღაცები უნდა ექნათ ადამიანებს, რომ ის განცდაში შესული იყვნენ და მე ხდებოდა რაც ინიციაცია განდობა და რაღაცა კუთხით გავს აი მარქაულ მისტერიული სკოლების პრაქტიკასაც თითქოს ეს, თუმცა უფრო ალბათ კანონიზირებული არის ეს და უფრო ესე ვთქვათ კონკრეტულ საკითხებზე მიმართული, რომ აქ იცი რომ კონკრეტულად აი ამ თემის დამუშავება გინდა და მაგის ირგვლივ ვიწყებ უკვე მუშაობას, იმიტომ რომ ეხლა მეც მიმიღია მონაწილეობა ხო განლაგებაში, თუმცა ისე მივიღე რომ არ ვიცოდი ბევრი რამ მის შესახებ, როგორ მუშაობდა და მეც დასწრისენ სკეპტიკურად ვიყავი რომ რანაირად ეხლა ეგეთი რაველი უნდა შეიკრას თქო რომ რაღაცები მოხდეს და პირველად მივიღე ადამიანი ვის განლაგებასაც ვაკეთებდით იმისი ერთ-ერთი ასპექტი ვიყავი და აი მართლა დღემდე ვერ ხვდები როგორ შემეცვალა ხასიათი განცდა შინაგანი მდგომარეობა მოქმედება პროცესში მართლა ძალიან საინტერესო არის და აი ხა მგონია რომ მსმენელსაც ძალიან აინტერესებს უშუალოდ როგორ მოქმედებს ეს პროცესი რა ხდება აი ამ დავარქვევდი პატარა თანამედროვე მისტერიის დროს, ანუ რა პრინციპით მუშაობს ეს და როგორ ხდება ამაზე შემდეგ მე უკვე პროცესი რო დაიძრება, აი როგორი არის დასაწყისი სიტყვაზე რაც გაგრძელება და ფინიში, აი როგორ იკვრება ეს ერთი პროცესი. ბევრი თემებია, ბევრი საკითხებია და ამაზე მთელი ენციკლოპედია არსებობს, ძალიან ბევრი მასალები თითოეულ თემაზე ძალიან ბევრი კვლევებია გაკეთებული, თუმცა მეცნიერებს ჯერ კიდევ უჭირთ ამასთან ბოლომდე გახსნა და ახსნა, თუნდაც ფსიქოლოგიასაც ესე კიდე ცალკე თემა არის, იმიტომ რომ თუნდაც მორფოგენეტიკაც, აი მეხსიერების ველი, რასაც რუპერტ შელდრეიკი ასე პოპულარიზაციას უკეთეს, აი მანდაც კი ძალიან ესე ფრთხილად უდგებიან ამას, მაგრამ მე უფრო უყურებ, ანუ მაგას რომ ველოდოთ მეცნიერება როდის რას მიხვდება, ან მისი არ იყოს გალილეოს დროს, ხო, ანუ თვითონ შინაგანად როცა რაღაცას განიცდი ის უნდა იყოს შენივე კრიტერიუმი, ხო, ანუ ეს ჩემი განცდა არის და მე ამას გზნობ. მაგრამ თუ არ მაქვს ეს თვითრწმენა და უყურებ გარედან როდის რა იქნება, მან შეიძლება საუკუნეები ველოდო რაღაცას, ხო? აქედან გონდეს თვითონ ადამიანმა უნდა განიცადოს რეპრეზენტატორობა და უკვე შენ თვითონ იცი, შეიძლება ვერს კი ხსნიდე, მაგრამ განცდა გექნება ამის, ხო? ანუ რაც ხდება, ამას ბევრნაირი ახსნა აქვს ჩემი კოლეგა და მეგობარი შტეფანი ჰარტუნგი, რომელსაც წიგნი აქვს 14 თეზისი როგორ ფუნქციონირებს განლაგებები. ეს წიგნი ქართულად არის ნათარგმნი, უბრალოდ ელექტრონული ვერსია და ჯერ წიგნად არ არის გამოცემული და იქ ერთ-ერთი კვანტური ფიზიკაც არის აქ მოხსენიებული, იმიტომ რომ როგორ ხდება ეს ინფორმაციის გადაცემა ეს ერთი მხარეა, მაგრამ მე რომ აი უფრო აი კონკრეტულ ერთ-ორ ასპექტს გამოვყოფდი აქ. არის ესეთი მიდგომა კონსტრუქტივიზმი და ფენომენოლოგია. და კონსტრუქტივიზმი ახსნის ამას, რომ მაგალითად ჩემშიც არის ის სტრუქტურები და არქეტიპები რა ჩემშიც და ყველაშიც, რომ ზოგში რა არის გააქტიურებული, ზოგში რა ხო ვიღაცაში მაგალითად არის რაღაც დიქტატორი გააქტიურებული, ხო რაღაცნაირად და იმ დიქტატორის როლს თუ თამაშობ, ჩემშიც ხო არის ეს ასპექტი, მაგრამ მე შეიძლება დათრგუნული მქონდეს ცხოვრებაში. მაგრამ იმ სიტუაციაში იმის როლში რო შევდივარ, ეს აქტიურდება. და აქედან მეც მესმის ეს როგორ ფუნქციონირებს, იმიტომ რომ იმას სცენაზე გამოვხსნა. ანუ ყველაში ყველაფერი არის უბრალოდ ზოგში მიძინებული, ზოგში არა, ხო. ხო და ამ დროს ის სტრუქტურები აქტიურდება თითქოს, მაგრამ ეს ახსნა არ არის საკმარისი, იქიდან გამომდინარე, რაც განლაგებაზე ხდება ხოლმე ზოგჯერ ისეთი ცოდნა, ისეთი ინფორმაცია ჟღერდება, რომელიც არ არის საკმარისი, რომ ჩემში ის სტრუქტურა, შენში ის სტრუქტურა იყოს. მე არ შეიძლება ეს ინფორმაცია ვიცოდე, არადა იმ განლაგების დროს ვიძახი. მაგალითს ვიტყვი, ხო, აი რეპრეზენტატორები იყვნენ და ერთი რეპრეზენტატორი იძახის, რომელიც ზრლის როლშია, რძალი იძახის დედამთილზე, მე და ამ ადამიანმა რაღაცა საიდუმლოება ვიცით ბაბუის შესახებ. და რომელიც ადასტურებდა ეს მესამე ადამიანი ბაბუის შესახებ, რომ ხო, აი ნაღდათ ესე ჩვენ გზნობთ, რომ აქ კლიენტს ვეკითხებთ ვისი განლაგებას რა ხდება აქ რა
ანუ ეს რძალი იყო დედამისი ამ სიტუაციაში და დედამთილი და ბაბო მეთქი აქ რამე იყო ესეთი, იმიტომ რომ რაღაც პირველი დღე არიან ეს განლაგებაზე არ სპეციალისტები იყვნენ, ასე უბრალოდ უცხო ადამიანები იძახენ ესეთ რაღაცას, ხო? კლიენტი იძახეს წარმოდგენა არ მაქვს. რა ხდება, არ ვიცი, გადაამოწმა სახში კითხა და დაუდასტურა დედამისმა. მე და ანუ დედამთილმა ოჯახის საიდუმლო დავამალეთო, მკვლელობა იყო ერთიო. რომელიღაცა ოჯახის წევრთან დაკავშირები და ის დაფარული ქონდა და ბაბუა იყო ამაში გარეული. ერთ-ერთზე დაუდასტურა. ანუ აქ აი ეს ანუ რაღაც კოლექტიურ არაცნობიერთან ხდება დაკავშირება, შედიხარ ზუსტად და იმ დონეზე, ანუ ისეთი ჯადოსნური სარკესავით არის, ხო, ისეთი სიმართლე ამოდის, რომელიც ფაქტიურად არ უშუალოდ ადამიანი ხდება, რაც აი ჩენელინგს რო ეძახიან, ხო, რაც გამტარი ამ ინფორმაციის და აი ეგ რა, ანუ ამ მაგის ეფექტურობა რაზეა დამოკიდებული ფასილიტატორი რამდენად კარგი ფასილიტატორია თუ უშუალოდ არა, ვერც ფასილიტატორი, ვერც რეპრეზენტატორი, ვერაფერს ვერ გააკეთებს თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით თუ ამის მიღებულობა კლიენტს არ აქვს. ხო, ანუ უშუალოდ კლიენტის მზაობაზე და რწმენაზეც არის ყველაზე მთავარი და ის რა დონეზეც მზაობა და მიმღებლობა იმ დონეზე იქნება იქ წარმოდგენილი ის ანუ მისი სცენა თუ ველი თუ რასაც დავარქვით კონფიგურაცია თუ რაც რა მოქმედება ხდება იქამდე რომ უშუალოდ ადამიანი მაგ ველში შევიდეს ანუ რამე გასამზადებელი ნიადაგი არის ისეთი ზოგი რაღაც გარკვეულ რიტუალს მიმართავს მოკლედ მაგრამ ძირითადად რაც ხდება მოკლედ რო ახსნეს ან შამანიზმი ეს არ არის არც სულების გამოძახება არც არის ეს საჭირო იმიტომ რომ ის მეხსიერების ველი რაც არის იმის სიმულაცია ხდება ფაქტიურად აქ აი ფლაით სიმულატორი რო ავიღოთ ხო არ არის აუცილებელი მე ხა თვითმფრინავში ჩავჯდე რომ ვისწავლო თვითმფრინავი ხო ჯერ მე შეიძლება ფლაით სიმულატორში ვისწავლო სისტემური განლაგება არის ფლაით სიმულატორი ზუსტად რეალური ცხოვრება არის თვითმფრინავი ხო თვითმფრინავი მაგრამ უკვე ფლაით სიმულატორში შენ ფაქტიურად გაგებულობს ადრა კნოფკებს რეალურთან რო გექნება შეხება ასე თუ ისე მაგრამ რეალურში უკვე შენ მიმართულება იცი ყოველ თეორიულად იცი ყველაფერი აპრაქტიცირებ ამას განლაგების დროს პროცესი როცა მიდის 60-90 დღე ჭირდება ამის დალექვას და 2 წლამდე ჭირდება ამის ინტეგრაციას. იმდენად ინტენსიურია. ანუ ხშირად თქვიათ ადამიანებს რაღაცა პროცესი მე რომ შემხვედრია 1-2 წელი გასულა იქ რაც მოხდა აი ხლა ხდება ჩემ ცხოვრებაში. ხო, ნუ ეგეც ანუ ეგ სტანდარტული დრო არის თუ ყველას თავისი რიტმიდან გამომდინარე შეიძლება დაჩქარებულ სტანდარტული. ვიძახი რომ ძირითადად ესეა, თუმცა გამონაკლისებია იმანენტური ცვლილებებიც ხდება ხოლმე. ყოფილა ესეთი შემთხვევა, როდესაც მაგალითად ფაქტობრივად რა არის? პერსპექტივა გეცვლება, სხვა ხედვა, სხვა კუთხიდან ხედავ რაღაცებს და ამ სხვა კუთხიდან დანახული პერსპექტივიდან მე რა თქმა უნდა მოვლენებიც იცვლება და შენ თუ რომელიღაცა სისტემის წევრი ხარ, ოჯახის სისტემის წევრი ხარ, შენ თუ კეთილგანწყობა გააქვს უკვე რაღაცა დაინახე. რაში გეხმარება განლაგება? ძირითადად რაღაც როლებში, გაჭყირილობებში, იქიდან გამოსვლაში, ხო, ანუ მსხვერპლის როლში ხარ შეიძლება გამოხვალ იქიდან და თუ მსხვერპლის როლიდან გამოხვედი, ემპათიის შესაძლებლობა გაქვს, კეთილგანწყობის შესაძლებლობა გაქვს. და ამას შენ თუ განისტი, ეს რეზონირებს სხვებზეც. ხო. ისე რომ შეიძლება სიტყვა არ გააჟღერო, შენ რომ განლაგება გააკეთე რაღაც, მაგრამ ის ცვლის ატმოსფეროს. ძალიან ბევრი ამისი მაგალითი მაქვს, რომ ესე მომხდარა კი. ხო, განლაგების დროსაც რაც აი ესეთი ტელეპათიური კავშირიც მყარდება, ხო, უშუალოდ მონაწილეებს შორის ხო, ანუ მეც ეგ შეგძებ, ანუ ძალიან უცნაური პროცესი არის, მართლა ვერაფერს ვერ შევადარებდი, იმიტომ რომ მსგავსი სხვა არაფერი არ განმომიცდია. უნიკალური მაგ. მართლა უნიკალური რაღაცა არის და ოჯახების თემასაც რომ შევეხეთ და აი როლებს, აი ეგ მინდა კიდევ უფრო სიღრმისეულად ჩავშალოთ, რომ აი ის თემა მაგალითად რომ შენ შეითავსე ისეთი როლი, რაც შენთვის არ იყო ბოძებული, მოგიწია რომ შეგეთავსებინა. ან პირიქით მაგალითად რომ აიღოთ რომ შენ არ აკეთებ შენი როლს, ანუ რა როლიც გაქვს, არ ახორციელებ მაგას. განლაგებაში მაგან როგორ შეიძლება იჩინოს თავი, რომ აი რა სახით ალბათ დამოკიდებულია ვის რა ფუნქციას მიცემ ხო უშუალოდ იმ ადამიანებს. ანუ კითხა რომ უფრო კიდე აი როგორ თქვა სიტყვაზე მე თუ ოჯახში არ ვაკეთებ ჩემ მოვალეობას. ოკეი. და გვაკეთებთ განლაგებას პირობითად 5 კაცი. ხო, რაოდენობაშიც არ ვართ ხო შეზღუდულები? მე თვითონ როგორც მუშაობ, თუ ვორქშოპს ვატარებ მაგალითად 3 დღიან, საათღაც 20-25 კაცია ლიმიტი, 15-დან 25-მდეა რეინჯი. მაგრამ განლაგება ზემოთ უკვე რთული არის რომ დასინქრონება რთული, იმიტომ რომ დობის ფაქტორია უფრო ძნელი ხდება ბევრი ადამიანი როა და ამას დიდი დრო მიაქვს. თუმცა პერტელინგერ თვითონ 400 კაციან აუდიტორიებს ატარებდა 400 კაცი. განლაგებს, მაგრამ თავისი ხალხი დაყავდა რეპრეზენტატორებად ხშირად ხოლმე და კლიენტიც გამოდიოდა, შეიძლება 1-2 ადამიანი იყოს
უცხოც, მაგრამ ძირითადად თავისი, ასე ვთქვათ, გუნდი ყავდა, ანუ სხვა ფორმატი ქონდა. და ჩემთან რომ მოდის ყველა უცხო მოდის, ან ყოფილა ვიღაცა ვორქშოპზე, მაგალითად, თუ ნამყოფია უფრო უადვილდება. ეხლა ჩავატარეთ მეორე მოდული, სადაც უკვე ნამყოფი ვინც იყვნენ, იმებმა გაიარეს და ეს დასაწყისის გაცნობა, ეს ინტელექტუალური კითხვები უკვე დროს აღარ გართმევს და ჩართულობა უფრო მეტია და სიღრმის უფრო მეტია. ხო, გამოცდილება რაც უფრო მეტია პირდაპირ საქმეზე. ზუსტად ამ განლაგებას აქვს თავისი სიღრმეები, ზოგჯერ იმ სიღრმეზე მიდის, რომ იქ უკვე ვერბალური, ანუ შეკითხვებით ზედმეტია და ნონვერბალური ხდება მთელი პროცესი. ხო, აი ეგ მაინტერესებდა, ალბათ უფრო ესე უნდა დამისვა კითხვა, რომ აი მე რაღაცა განზრახვით ხო ვაკეთებ განლაგებას და მე კერძოდ რაიც მიმიღე მონაწილეობა, იქ შეიძლება პასუხი ესე არ გაცხადდეს, რომ სიტყვაზე მე თუ არ ვიღებ რაღაცებზე პასუხისგებლობას ოჯახში, რომ აი იქ რა როლებიც მიეც სიტყვაზე ეს იყო დედა ჩემი, ეს მამა ჩემი, ეს ჩემი ძმები რაღაცა, რომ აი იქ თქვა რომ ხო შენ ამას იმიტომ არ აკეთებ, რომ ისე რომ პასუხი მივიღე. ეგ პასუხიც ხო შეიძლება რაც ანუ ენიგმატიურად აი ხა რაც თქვით თქვენ რომ განცდის დონეზე იგრძნო ანუ პირდაპირად კი არ იყოს დაწერილი, რომ აი ესე უნდა მოიქცენ რაღაც გეგმა. არამედ რაღაც ხო დაფარულ, ანუ უფრო მაინტერესებდა ალბათ რა სახით შეიძლება მიიღო პასუხები. მთელი არსი ამ განლაგების პროცესისაც ის არის, რომ ეს არ იყოს მოწოდებული იდეა, ინდოქტრინაცია რაღაცის, რო იცი რა ეს არის, არამედ შენ მიხვიდი ამ დასკვნამდე თვითონ. და თვითონ მიდის რეპრეზენტატორი ან კლიენტი დასკვნამდე და ამ დასკვნის მერე შეიძლება აუხსნა თუ რა მოხდა. ხო. და რა კანონზომიერება იყო აქ ჩართული. თუ შენ წინასწარ ეუბნები ამ კანონზომიერებას, ეს უბრალოდ იდეაა და იდეოლოგიაა იმისთვის, ხო? ანუ იცი რა, იერარქია და ბუნებრივი იერარქია ეს ამას მიყვება, ძალიან ბევრი ესეთი იერარქია, ბუნებრივი იერარქია და კანონზომიერებები არის, სიყვარულის წესრიგი და დახმარების წესრიგი და რაღაც რაც ცოტა ისე ჟღერს, ხო რაღაც როგორ თქვა, რაღაც პატრიარქალურად ან ორთოდოქს, თუმცა ესე არ არის, მანდაც გაყოფა არის, გაყოფითი მიდგომები და დასავლეთის მოსწავლეებმა, დასავლეთ ევროპაში მოღვაწე მოსწავლეებმა ჰელინგერის უფრო სხვა კურსი აიღეს. მათ უფრო მეტი აქცენტი გააკეთეს ტიპლარის მოჭრაზე დედასთან, ანუ სიმბიოზურობიდან გამოთავისუფლებიდან დამოუკიდებლობაში, ავტონომიურობაში გადასვლასთან, რასაც ჰელინგერი საერთოდ სეპარაციას, ჰელინგერი საერთოდ აქცენტი არ ქონდა. ჰელინგერი იძახდა სად უნდა წახვიდე ფესვი, ყვავილი ხო ხარ და ფესვებისგან როგორ უნდა წახვიდე, ანუ დაუისტურად უდგებოდა. ხო. და თითქოს რაღაც შუარგოლში არის, მე ესე უყურებ, რომ ჯერ გაქვს მიკუთვნადობა, ანუ ნიჩეს აკლემი რო ავიღოთ, ხო? მერე უკვე სეპარაციას აკეთებ, ანუ გამოდიხარ აქედან ლომი. და ლომი არის ერთი. შენ მეორე ლომთან ერთად ვერ დადგები აკლემებს წინააღმდეგ, თორე ისევ აკლემი ხდება. ანუ ყოველთვის ერთი გიწევს, ხო? ანუ დამოუკიდებლობა ეს არის ტიპლარის მოჭრა, მაგრამ აქ ხარ თავისუფალი რაღაცისგან. შეიძლება აქაც გაიჭედო. შეიძლება მაკლემებში დარჩი, ანუ მიკუთვნადობაში იცხოვრო მთელი ცხოვრება რაღაცას ჩარჩოებში, ან ხა გამოხოდი ინდივიდუალიზაციას აკეთებ, მაგრამ ეს ნეგატიური ინდივიდუალიზაცია. და შემდეგ უკვე ბავშვის ფაზა. აქ არის უკვე ლომის იქით მიდიხარ, ხო? ანუ შენ იძახი რომ მე ყოველთვის არ უნდა ვიყო პროტესტში ხალხთან. ანუ აკლები ყოველთვის არ არის ამ თვალები. მე ამას უყურებ ჩემ გულწრფელობიდან გამომდინარე, როდის არიან ესენი მართლები, როდის ვარ მე მართალი. ანუ ამას თავისი უმანკობა აქვს ამ ბავშვს, ხო? და ზუსტად აი ამ ბავშვს ერთი მსხვილი ბავშვი უმანკობა აქვს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ინტეგრირებული ჩემი მე, რომელიც ეგოს მიღმა არის უკვე, აი ამას შეუულია სიყვარული, ამას შეუულია დაკონტაქტება. ამას შეუძლია ურთიერთობა. და განლაგება ამ სამეო პროცესს გადის. ამას გაჩვენებს, თლიან ფუნდამენტალურად გაჩვენებს, თავიდან მეპინგია, სადაც ეს ჩახერგილობები ჩანს და მე თუ არის საშუალება, შესაძლებლობა და ამ დინამიკას მივყვებით, ეს მოძრაობა თავისთავად მიდის გაცნობიერებულობისკენ. საინტერესო რაც ხდება განლაგებაში. ის არის კიდე ფსიქოლოგია, დასავლური ფსიქოლოგია, რაზეც არის აწყობილი, რომ აი კოლექტიური არაცნობიერი, მაგასთან აქვს კოლექტიურ ცნობიერს არავინ არ ახსენებს. და განლაგებაზე შემოდის ეს ზუსტად ეს განცდა კოლექტიური ცნობიერისა. როდესაც ოჯახში ჰარმონია შემოდის, სიმშვიდე შემოდის, აი ყველა რომ იგოს ველი ამოისუნთქებს, ხო? ანუ ყველა ამოისუნთქო და უკვე სიცხადე გახდა. ეს იმდენად ცხადი და უშუალო აქ მენტალური არაფერი აღარ არის, ან სიმშვიდე შემოდის, ხო? ეს არის კოლექტიური ცნობიერება. და ეხლა რაც თქვით, ანუ ეგეთი რაც შესაძლებელია, რომ მე ჩემი განლაგებით ისეთი გარდაქმნა ვქნა, რომ სხვა ოჯახის წევრებმაც ამოისუნთქონ და ზოგადად აი ოჯახის ველში ცვლილება შევიტანო, ანუ ჩემი ერთი ქმედებით. ანუ სხვაებსაც შეუულია განლაგებას, რომ ცხოვრება შეუცვალოს. მე ვიტყვი, ესე უფრო სწორი იქნება აი ესეთი დანახვა ამისი, მე რადგან ვარ სისტემის ნაწილი, ხო? ჩემი ზუსტად ეს მოწყვლადობა რაც არის მიკუთვნადობა, რაც ამის გამო მე ვიღებ ჩემ თავზე ისეთ ნეგატიურ რაღაცებს, როგორც აი ხო არის ქართული ნათქვამი ბაბუამ ემალი ჩაკბიჩა და შვილიშვილს კბილი მოეჭრო. ეგეთ რაღაცებს ვაკეთებთ, ხო? ეს
იურიდიულად თავდაროყურმეთი რაშუაშვილიშვილი, მაგრამ არ არის ეს. ანუ ის დაუმთავრებელი რაღაცა თასკები რაც იყო. სხვადასხვა იუნგიც ახსენებს მაგას, ზუსტად აი მაგ წინადადებაც აქვს იუნგს მაგინ ახსენები, რომ აი თითქოს იმა რაც ვერ მოაგვარ, რომ მე ამას ვასწორებო თუ რაღაცნაირად ესეთი არსით, ხო? აი ფაქტობრივად ეს არის არაცნობიერი დინამიკა, რომ შეიძლება ზუსტად იმ დღეს მე ქორწინი მქონდეს, ან იმ დღეს რაღაცა შემემთხვეს, დღეებიც კი ემთხვევა ხოლმე ზოგჯერ, იმდენად აი ეს არაცნობიერი დინამიკა იმდენად გამოდის, მაგრამ მაგას თავი დავანება, ზოგადად მიბაძული სისტემა. ანუ სინქრონულობა ძალიან იჩევს თავს ამას. სინქრონიზაცია, ხო, მან ძალიან ბევრი ესეთი დინამიკებია. ხო და ეს არის, როცა მე უბრალოდ ვერ ვაცნობიერებ როლში ვარ, მიკუთვნადობა მაქვს სისტემაზე და სისტემა კიდე ესეთია, არაცნობიერი. თუ ბაბუამ ვერ მოაგვარა, პრიორიტეტი აქვს ბაბუას, შვილიშვილს დავაკიცრებ. და უნამოშოა მაგხრივ შვილიშვილმა რა დააშვა, იმას არ აინტერესებს. იმიტომ რომ ვინც მოწყვლადია, იმას აღებინებს თავის თავს. და შეიძლება მას სიმპტომით აიღოს, ან რაღაცით აიღოს რა. სიტყვაზე ავადმყოფი ბავშვი მოდის და ავადებით ბავშვი მოდის სისტემაში, ხო? ხო. ის თავის თავზე რას იღებს იმას იბადება ეგეთი ხო იბადება ის თავის თავზე რას იღებს იმას იღებს რაც ამ სისტემას აკლია სიყვარულს ანუ ამის მიმართ მე სიყვარულის გარემო ყველა უფრთხილდება ამაზე ზრუნავენ ის რაც ამ სისტემას აკლდა ვა ეგრე საინტერესო არის ზუსტად ეგ ხდება ხოლმე რომ ის ასწავლის ამ ხალხს თავისი ჯანმრთელობის ხარჯზე თუ როგორც არის ზრუნვას ემპათიას ხო თაობები ეს ამოვარდნილი იყო და ეს არის მათი ჰილერი ასე ვთქვათ ეგეთი ისეც ვსმენია რომ თუ ოჯახში ტყუპები გაჩნდნენ ესე იგი იმ რაღაც ოჯახურ კარმას ინაწილებენო თითქოს იმიტომ რომ იმდენად შეიძლება ძიმე და დიდი იყოს რომ ერთი რო გაჩენილიყო უბრალოდ მაგ ხელა ბარგი ვერ ეთრიაო და კი ტყუპების თემა თალკე თემა ძალიან ხშირი ყოფილა თურმე ეხა მედიცინაც უკვე ამას ადასტურებს არც ვიცით რომ ტყუპთან ერთად უნდა დაბადებულიყავ და ტყუპი გარდაიცვალა ხო და მაგ ტვირთსაც კი ვატარებთ იმ გარდაცვლილის. ხო ეს ისე ხშირია, როგორც ვერც კი წარმოგვიდგენია. ანუ ეს ტყუპების თემა ძალიან მნიშვნელოვანი, არა მამხრივ რო ის კარმას ინაწილე, არამედ მუცელში რაღაცა მოხდა და მე რო გამოვდივარ, თითქოს მოუსვენად გზნობ თავს, თითქოს რაღაცნაირად გზნობ თავს და შეიძლება იქიდან მოდიოს რომ მე ტყუპი მყავდა და ეს გარდაიცვალა და იმასთან შეიძლება განლაგების დროს გაცხადეს. კი გაცხადეს. და თუ ეგეთი გარემოება არის, რომ სიტყვაზე ეგეთი ცუდი გარემოება, რომ მუცელი მოეშალა ვიღაცას. ბავშვი ფიზიკურად არ გაჩნდა. უშუალოდ მაგ ადამიანმა შემდეგ განლაგება რო გააკეთოს იმ არ დაბადებული ბავშვის რამე ველი, ანუ ახდენს გავლენას უკვე იმ ოჯახის ველზე, რომ არ შედგა მისი განხორციელება თუ აი რახან არ დაიბადა არ არის. ანუ ეს ბევრი ეს ინდივიდუალურია, ეს ერთი, მეორე აქცენტები არ უნდა იყოს იმ თემებიდან გამომდინარე, რომ აი ეს თემა რომ მოხდა აუცილებლად გინდა თუ რა აქაა საკითხი შეიძლება სულ სხვაგან იყოს. ანუ ზოგჯერ თვითონ ველშიც კი სადღაც ხდება დრამა და შეიძლება გეგონოს რომ აი აქეთ არის ახლა გასაკეთებელი ხო კიდევ უფრო მეტაპოზიციაში უნდა გამოხვიდე როგორც ფასილიტატორი და შეხედო მთლიან სიტუაციას იმიტომ შეიძლება სულ სხვაგან იყოს ძაღლის თავი დამარხული და ვერ ამჩნევდე და დრამას მიქონდეს დიდი ყურადღება უშუალოდ ფასილიტატორი უკეთებს მთლიან სურათს მე მთლიან სურათს ანუ და შეიძლება ვიღაცა რაღაცა მომენტში ძალიან განცდაში იყოს ეს უფრო მნიშვნელოვანი იყოს იმაზე მუშაობა, ვიდრე რაღაცა დრამატული რაც იქით ხდება. იმიტომ რომ აი აქ არის ამის სათავე. ამიტომ ესეთი იდეები თუ შედიხარ განლაგებაში, ეს იდეა ეხა ამას ეს მუცელი მოეშალა თუ იმას ის მოეშალა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ამ ყოლების გათვალისწინება, მაგრამ ეს არ გეხმარება მარტო ფასილიტაციაში. ფასილიტაციაში ძალიან დიდი ყურადღება გესაჭიროება, რომ მთლიანად აღექვა მთლიანად რა ხდება. ეს ძალიან რთული არის, იმიტომ თავიდან მე რო დავიწყე ფასილიტაცია, თავიდან ჩემთვის რთული იყო, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა რეპრეზენტატორს ვეკითხებოდი როგორ იყვნენ, ანუ დემოკრატულად მეთქი ეს როგორ არის და არაფერ ხდებოდა, არაფერ მოძრაობდა. ანუ აქ ეს დემოკრატია არ გეხმარება. აქ ზუსტად უნდა აღექვა სად არის მართლა ძაღლის თავი დამარხული და ამისი ყნოსვა გიჩნდება დროის განმავლობაში. ხო, პრაქტიკას და ფაქტობრივად უკნიდან გზნობ ხოლმე ზოგჯერ აი აქედან უკნიდან მეძაბება ხოლმე რაღაცა აქედან კი არა უკნიდან, რომ აი აქ რაღაცა ხდება და იქით რატო ვიხედე მე თვითონ წავიცი და ზუსტად იქ არის რაღაცა ესეთი მნიშვნელოვანი დეტალი რომელიც თქვენ მე ეუბნებით აი ვინცი განლაგებაც იყო რომ აი ამ ყველაფერს ანალიზს რო გაუკეთებთ ესე ვთქვათ უფრო გასაგებენაზე უხსნით ხო რა პროცესს ქონდა ადგილი და ანალიზს არ უკეთებთ უფრო ანალიზ ისევ გონებაში ამოიყვანს პროცესი არ არის მარტო მენტალური ანუ ამას დაიჯესტინგი ჭირდება მონელება ჭირდება ამიტომ კლიენტს საერთოდ არ ვასაუბრებთ მეუბნებით თუ რამის გაზიარება უნდა თავისნება მაგრამ კლიენტი ესწრება იმ პროცესს როდესაც რეპრეზენტატორები იქ რაც იყო რაც გააჟღერეს იმის გარდა რიში გაჟღერებაც უნდათ ეხლა როცა გამოვიდნენ ამ როლებიდან აი
მაგას უკვე აჟღერებენ, რომ საერთო ფონი კიდევ უფრო გასაგები გახდეს. ზოგი ფასილიტატორი ისე მუშაობს, რომ კლიენტს საერთოდ უშვებენ დარბაზიდან და მარტო თვითონ რეპრეზენტატორები ლაპარაკობენ, რომ კლიენტმა არ უნდა გაიგოს ეს. თუმცა მე არ ვეთანხმებ მაგ თეზის, მაგრამ არის ანუ ეგ ისე რომ შეიძლება შეგიკვეთოთ განლაგება და მე წავიდე რა ჩემი საქმე ვაკეთო და თქვენ არა, განლაგება დავესწრები, მაგრამ მე გაზიარებას აღარ ესწრება კლიენტი. ოკეი. ასეთ რაღაცას არის, მაგრამ მე ასეთ რადიკალურ დოქტრინებს არ ვეთანხმებ, იმიტომ რომ ეს ინდივიდუალურ ზოგჯერ შეიძლება საჭიროც იყოს. და არის ისეთი ესე ვთქვათ აი ხდება ხოლმე ეგრე რომ აი არ შედგა ველი ან ვერ შეიკრა ის ხალხი ვინც არიან ესე ვთქვათ რეპრეზენტატორები ჯერ ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს და აი რამოდენიმე შესვლა საჭირო ან ხო აი ეს კლიენტი ზეითად ეს კლიენტია დამოკიდებული რეპრეზენტატორებზე არის კლიენტს თუ არ აქვს მიმღებლობა აი იმ ველში თუ ამ სცენაზე რეპრეზენტატორები უპატრონოდ იქნებიან ესე ვთქვათ კლიენტზე ძალიან ბევრი არის დამოკიდებული ყველაფერი არის კლიენტზე დამოკიდებული ანუ თითქოს ისინი იქნებიან რომ ვისთან არიან არიციან არაფერი არ ხდება ხო იმიტომ რომ იმ კლიენტზე იმდენად ცოცხალი პროცესია ხო ეხლა როგორ დავინახე იცი რომ თითქოს ის კლიენტი არის ესე ვთქვათ ცოტა ცუდი შედარება შეიძლება იყოს შემის სწორედ თუ რამე არის სწორედ თქვი მაგრამ ესე ვთქვათ ონკანივით რომელიც არ ხსნის წყალს რომ აავსონ სხვებმა ჭიქები წყლით და დალიონ და თუ იმ კლიენტმა გახსნა ონკანი და სხვებმა აავსეს ჭიქები და დალიას უკვე იმის ველში არიან იმიტომ რომ მისი წყალი დალიას მიახლოებით ეს კი კარგი შედარება შეიძლება ეს დავინახოთ და რას დავამატებდი კიდე რომ აი თვითონ ზოგჯერ არის ხოლმე რომ გონია რომ იმ კლიენტში არაფერი არ ხდება და ესეც არ არის სწორი შეიძლება გარედან რეზისტენცია ქონდეს დიდი მაგალითად აი დედას ვერ უბედავდეს კლიენტი რომ უთხრას რომ დედა გულწრფელი იყოს და მე გავრაზებული ვარ შენზე რაღაც და დედას არაფერი არ ეშლება იძახდეს გაჯიუტებული და შეიძლება ყველას ნერვები მოეშალოს იმიტომ რომ ეხლა აქ თერაპიაზე ვარ დავამუშავებ და როგორ შეიძლება ეხლა ესეთი აბსოლუტურად იმ ადამიანის მიმღებლობა უნდა სადაც არის იმ პროცესში ის არის იმაში ძალიან ბევრი რამე ხდება ეს გარედან შეიძლება არ ამჟღავნოს და თუ იქ მოხდა ის რომ ცირაშენ ეხლა ეს არ გააკეთე ან ვერ გააკეთე გასაკეთებელი იყო არ მუშაობს ანუ არანაირი ძალადობა არ მუშაობს ამ ხრივ, სადაც არის ის კლიენტი იმ მომენტში ვტოვებთ იმას და იმ მომენტში იმისთვის ძალიან ბევრი ხდება სინამდვილეში. ყოფილა ეგეთი შემთხვევების, რომ აი ნიადაგის ღუზებითაც მუშაობთ ხოლმე რეპრეზენტატორის მაგივრად რაღაც ასპექტ სიმბოლო არის, ამაზე დგები და ამ სიმბოლოდან შეიძლება მე თქვა აი აღწერო რა ხდება შენში. და ფაქტობრივად შეგრძნება არ ქონდა ადამიანს საერთოდ. ნუ არ ვერაფერს ვერ გზნობდა, არაფერი არ დაშვებული. დაახლოებით 6 თვის მერე შეხვდა ეს ადამიანი გამოქანდა, ჩამეხუტა და დედაჩემთან ურთიერთობა შემეცვალა, ტირილი დავიწყე, რაღაცას ვერაზრს ვერ ვახერხებდი რაღაცები და ნუ შეიძლება ეს სტაბილიზებულ აქციურ ვორქშოპზე ამ ყველაზე ცოტა წაიღო. ხო. არ არის ეგრე. არ არის ხო. ანუ ვერაზრს ვერ იტყვი ესე დარწმუნებით რომ ხო ეს არაფერი არ იყო არ გამოვიდა. ვერც იმას გამოიწვევ ვის რამხელა ტრავმა აქვს. ხო. ზოგჯერ ადამიანი მოდი ძალიან კაი ტიპი, ძალიან ჯიგარი და ეს ზუსტად მასის ტრავმა. ანუ ეს people pleaser-ობა ხო. და ზოგჯერ შეიძლება ვიღაცა მოდიოს ძალიან დრამაში იყოს და ამ დროს ძალიან კარგათაა. ხო. ანუ ის ძალიან ინდივიდუალური, ანუ რამდენიმე ინდივიდუალურ სესიებსაც რო ვატარებ ხოლმე, რამოდენიმე 1000 ინდივიდუალ ერთ-ერთზეც და 1000-ზე მეტი ადამიანი უკვე საქართველოში რაც მოღვაწეობ, უკვე დაახლოებით ქონია შეხება რა ინდივიდუალურსაც და ჯგუფშიც და ფაქტობრივად არ განმეორებულა. ან მსგავშიც კი არ ყოფილა ძალიან განსხვავებიან ადამიანები ერთმანეთისგან ეს უდიდესი პრაქტიკაა ჩემთვისაც ან აი ქართულ რეალობაში ის თემები ჟღერდება ხოლმე რასაც ლიტერატურაშიც კი ვერ შეხვდები ხო და რამე არის ეს თემა რა ძალიან ხშირი არის აი დაკვირვები ხართ რომ აი უმეტესობას წინათაობებს წინათაობები ხო და ჩვენ უფრო მართლა გაგვიმართლა რომ თვითრეფლექსიის მეთოდებია და უფრო ვაცნობიერებთ თუ იმედე და რამდენია დასალაგებელი და ეს სად ყოფილ ვარ საერთოდ და როგორი გაცნობიერები მოძმა იმ წინათაობებს საერთოდ მაგის შანსიც არ ქონდა. ხო. და ბებიების თაობებს უფრო მეტად. ანუ უფრო რთული იყო მაშინ ცხოვრება, ეხლა გაცილებით ადვილია მაგ თუ შევხედოთ. ხო, შესაძლებლობიც ეხლა უფრო მეტი არის და ღია არის სხვადასხვა ხელსაწყოები რო აიღო და განლაგებაზე ეგეც შეიძლება ხო დამუშავდეს უშუალოდ წინაპრების კარმა წინაპრებმა რაც უერქნეს სიტყვაზე აი მე ვისაც აი bloodline-ში სისხლის ხაზში ვინც ყავს რომ მაგათი რაღაც არ ვიცი ხო შეიძლება გადმონაშთით გამომყვა მე რაღაცა პატერნი რასაც ვაკეთებ ახლა ჩემ ცხოვრებაში და არ ვიცი საიდან მაქვს ხო აი რაღაც ქმედება რასაც ამ დაუწმობი მე ეს შეიძლება არ დამუშავოს ჩემმა წინათაობებმა და გამომყვა ანუ მაგის დამუშავებაც არის შესაძლებელი? კი მაგას ახლა ეპიგენეტიკაც ხსნის მეცნიერება და ნეირობიოლოგიას ნეიროპლასტიციზმი ეგეთი რაღაცები წამოეწიან ეს ტრანსგენერაციულ თემებს ასე ვთქვათ ეპიგენეტიკურად რო შევხედოთ აი ვისაც ომი აქვს გამოვლილი თაობებს მათი
შემდეგ მათი შთამომავლობა უფრო დასტრესილია. უფრო მეტი შფოთვები აქვს, უფრო მეტი დაავადებები აქვს, რაც შფოთვასთან დაკავშირებული შეიძლება კურწნაწილების რაღაცა ეგეთი იყოს. იმიტომ რომ ის შფოთი, რაც მათ განიცადეს, გადმოდის შემდეგ თაობებს. ეს არ არის გენეტიკური გადაცემა, ეს არის ეპიგენეტიკური გადაცემა. ანუ მათში გენეტიკური კოდი, რაც იყო ამ ვინც ომში მონაწილეობდა, თქვათ იყო რეზისტენცია, თქვათ იყო რაღაცა, ანუ გამძლეობა და ეგეთი გენური კოდი, ამას ეფარება ზემოდან მეტალიები, რაღაც ისეთ პროცესებია, რაც ხომ ბიოლოგიურ ზუსტ ტერმინოლოგიით ვერ ახსნი, მაგრამ დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, ისინი ამას დეაქტივირებას უკეთებენ და ააქტიურებენ შფოთის გენებს. ანუ software იცვლება, პროგრამა იცვლება. ხო, პროგრამაში ზუსტად ეს შეცვლილი პროგრამა გადმოდის ჩემთან. იმიტომ რომ მე იხსნება სისტემური განლაგებით იხსნება, მე ეს მიკუთვნადობა რომ მაქვს, ამას ვიღებ და ბიოლოგიურადაც იხსნება ეს ასნე. და რაც კარგი ნიუსი არის აქ ის არის რომ მე შემიძლია ამის შეცვლა რეალურად. ანუ მოკლე ტერმინოლოგიით რო ახსნა ის რაც მე გენეტიკით მერგო Mercedes-ია თუ Porsche-ია მას ვერ ვცვლი. მაგრამ როგორ software-ს დავაყენებ შიგნით პროგრამას სრულიად ჩემ ხელში. ანუ მე შემიძლია თქვა მადლობა იმისთვის რაც მივიღე. ხო. მაგრამ რაც მე არ მესაჭიროება, ამას ტოვებ. ხო. შენთან. და საქმე იმაშია, კარმას იმას კი არ, ანუ ეს ჰილინგი, ეს არასწორად ესმით ხოლმე, ან გვესმის ესე თქვათ, რომ მე უნდა ხა ის კარმა დავამუშაოდეს. ზუსტად ეს არის პრობლემა, რომ იგივეს ვიღებ ჩემ თავზე და ვაგზელებ თაობებში. ოჯახის განკურნება ხდება, წარმომავლობითი ოჯახის განკურნება ხდება იმით, რომ მე საკუთარ თავზე ვზრუნავ. და პარადოქსი ის არის, რომ შესაძაც მე საკუთარ თავზე ვზრუნავ, მე ხო სისტემის ნაწილი ვარ. სისტემაში შემოდის განკურნება. ეს იყო ყველას ოცნება და მათმა შეიძლება ვერ გააკეთეს და მე ვაკეთებ ახლა. მე უფლება მაქვს, რომ ვიცხოვრო ჩემი ცხოვრებით, ეს ვერავინ ვერ გააკეთა და მე ვაკეთებ ახლა. ზუსტად ეს არის რაც ჩვეულის ამ ყველაფერს. ეგეთი ახსა პირველად მოვისმე მართლა რომ ანუ სულ ეგ უმეტესად გარსოციომით ეგ მესვი რომ სულ შენ თავისთვის თუ აკეთებ რაღაცას, აი ეგოისტი ხარ რაღაც სხვაზე არ ფიქრობ, მაგრამ ალბათ აქ გააჩნია წინასწარ განზრახვას რატომ აკეთებ შენი თავისთვის, ხო? ანუ თუ შენ მართლა ბრმად აკეთებ, რო გინდა რომ აი კარგად იყო რაღაცა არ ვიცი შეიძლება გინდა არ გინდა ნებაუნებურად მაინც გამოვიდეს ისე რომ ველში შეცვალო მაინც რაღაცა, მაგრამ ალბათ თუ წინასწარი განზრახვა გაქვს რომ მე ხა აი ამ ჩემ თავზე ამას ვამუშავებ და ვიცი რომ ეს ცვლილებებს შეიტანს საერთო ველში და შემდეგ თაობებში სიტყვაზე ჩემ შვილები ვისაც ვინც მეყოლება ასე შემდეგ ეგ უკვე ალბათ სხვა ხარისხში იქნება შედარებით ხო ვიდრე გაუცნობ ხო ანუ მე რაც თქვი ჩემ თავზე ზრუნა თვითზრუნვა ეს არ არის ეგოს მომენტი ხო ანუ ის მომენტი რომ მე მარტო ჩემზე ზრუნ და ხისტის საზღვრები მაქვს იმიტომ რომ ეს იქნებოდა მაშინ რა ეს მე მხარდაჭერა არ მქონდა და ეხა ხისტის საზღვრები დამჭირდა მაგის ან მეორე პირიქით რომ ეხა ჩემიანებზე უნდა ვიზრუნო და ჩემი თავი არ გამაჩნია ეს მიჯაჭვულობების კონცეფტით რომ შეხვდეს არის ამრიდებლური მიჯაჭვულობა მეორე არის კიდე ამბივალენტური მიჯაჭვულობა ზუსტად აი ჯანსაღი მიჯაჭვულობა რაც ბავშვობაში თუ მქონდა ეს უფრო ადვილი გასაგები იქნება ანუ მე თუ მქონდა აღიარება მე თუ მქონდა ავტონომიური სივრცე მე თუ მქონდა გართობა ენტერტეინმენტი მე თუ მქონდა მსურველობა და მხარდაჭერა ეს ყველაფერი გამიადვილდება და თუ არ მქონდა ან რაღაცაში დეფიციტი მქონდა ეს ვლინდება იმაში რომ მე ან გემბლინგს ვიწყებ ან აღიარებისთვის ყველაფერს ვაკეთებ რომ მივიღო ეს ანუ ჩემ შინაგან ბავშვს ტოვებ წარსულში იმ დეფიციტებში და ასე მგონია რომ გარედან უნდა მივიღო ანუ შობლისგან უნდა მივიღო და რაც გასაკეთებელია აი შინაგანი ბავშვის მომენტი შემოსატრიალებელი არის და მე უნდა გავხდე საკუთარ თავის შობელი რაც თქვენ თქვით რომ გავაკეთე ხო ვიზრუნო ანუ მე თვითონ ვაძლევ მას გართობასაც რითიც ახლა მე გადმოთარგმნი ეხლანდელ ჩემი გართობას და არა მაგალ სათამაშოებით როცა ბავშვობაში რაში რა სად არის ჩემი გართობის რესურსი ან სად არის ჩემი ენტერტეინმენტის რესურსი ან რა საკში მჭირდებოდა მეგობრები და ამყავდა მოდი ახლა ამ ყველაფერს ჩემ შინაგან ნაწილში შინაგანი ბავშვი იქნება თუ შინაგანი ზრდასრული იქნება რა ასპექტებშიც დავასკანერებ ამ ჩემ შინაგან ნაწილს რა ასპექტებშიც იმათ ჩახერგილობები ქონდათ აი იმ ასპექტებში ზუსტად მე იმ რესურსებს ხარს დაუჭერ და შემდგარი ადამიანი ხო ეს უკვე ინდივიდუალური ყველას ცხოვრებიდან გამომდინარე არის ხო ანუ ესე არ არის ხო ეხლა თქვენ როგორც ჩამოთვალეთ რომ აი რაღაც გართობა ესე რაც ხუთი რაღაცა რაც თუ დაკმაყოფილებული გაქვს ესე იგი კარგად იქნება ან თუ არ გაქვს თავში ეს ხო შეიძლება ბევრად მეტი იყოს 5 არ იყოს და 10 იყოს სიტყვაზე ეს საბაზისო არის 5 ან საბაზისო არის 4-5 ეგ არის საბაზისო რა და კიდევ ერთხელ რომ ჩამოვიდეთ რეები იყო ეგენი ანუ აღიარება ხო გართობა ენტერტეინმენტი ავტონომიური სივრცე ხო ანუ შენი სადაც მარტო კლევებს აკეთებ შენ ექსპლორეიშენს აკეთებ ზრუნველობა
და დაცულობა. ზრუნველობა უშუალოდ შენზე. ხო, ანუ მშობელი თუ ზრუნავს შენზე, დაცულად ხარ და მზრუნველი თვალებით გიყურავს და არა მარტო ანსამბლს გასწვრის ისე რომ არც იყურებს თვალებში, ხო რაღაცა გაკლია, ანუ ზრუნველი თვალები, მზრუნველობა, დაცულობა არის, აღიარება არის, თამაში გართობა არის, ავტონომიური სივრცე არის. და აი ეს ყველაფერი თუ გაქვს, მაშინ გიყალიბდება ჯანსაღი მიჯაჭვობა. ანუ ურთიერთობაშიც რო შეხვალ ზრდასრული, ურთიერთობისკენ იქნები და არა იმის დანგრევისკენ. ან საბოტირებას აღარ. რო პირიქით რო იმუშაოს ამ ურთიერთობამ და ხო. მაგრამ არ იქნები ჩამოკიდებული. აი ესა განსხვავება. არც ინდეპენდენტი იქნები და არც კოდეპენდენტი იქნები, იქნები ინტერდეპენდენტი. აჰა. ზუსტად ეს ინტერდეპენდენტულობა ის რას მე ვთქვი სისტემასთან მიმართებაში უნდა იყოს ინტერდეპენდენტული. არ ვიცი ეს ქართულად ლექსიკაში როგორ თაუნე სამი ცნება, მაგრამ ინგლისურად უფრო კარგად ჩანს. ხო, განცდის დონეზე ვხვდები, რასაც იძახით, მაგრამ ხო აი ზუსტი სიტყვები არ ვიცი ხო როგორ ინდეპენდენტ არის თუ გაქვთ ნანახი ბოშათა ბანაკი მიემგზავრება მოლდაური ფილმი იყო საბჭოთა კავშირის დროს. ამ გირჩევდი მაგის ნახოს. ძალიან დრამატულად თავდება ორი ადამიანი, რომელიც ძალიან ინდივიდუალისტი, ანუ ქალი ერთი ბოშა და მეორე მამაკაცი, რომელსაც უნდა იმასთან ურთიერთობა, მაგრამ არ გამოდის მათი ურთიერთობა ტრაგიკულად თავდება. მე წაფს არ ვიტყვი. რატომ? იმიტომ ორივე იყო ძალიან დამოუკიდებელი. ინდეპენდენტ, ეს ეგონათ უმაღლესი ღირებულება. ხო. თავისუფლება კი ქონდათ, მაგრამ თავისუფლება რაღაცისთვის არ ქონდათ. ანუ თუ ურთიერთობა და სიყვარული გინდა გაიგო ვიღაც ადამიანთან, ხო შენ ესე თავისუფლად იყო ვერასდროს ვერ გაიგებ. ანუ მათ ეშინოდათ მეორე მხრივ რაც იმ ფილმში ძალიან რომანტიკულად ჩანს. მათ ეშინოდათ მეორე მხრივ კოდეპენდენცის. ანუ მე დავკარგავ ფრთებს და ჩემო. ცნობს ძალიან მარტივად. ინდეპენდენტი იყო რაღაცისგან თავისუფალი იყო, ანუ არასდროს არ შევა ურთიერთობაში, ხო? და მეორე არის მომენტი, როცა ოჯახი გაქვს, მარი, ცოლი და რა შვილები და იქ შებოჭილად ხარ, ხო? და როგორ უნდა მოახერხო, რომ იყო არც კოდეპენდენტ და არც ინდეპენდენტ, ანუ ინტერდეპენდენტ შუაში, ხო? ეს ზუსტად ეს შუაგზაში როგორ დადგე, ეს მხოლოდ მაშინ შეგიძლია, როცა შენ რესურსების ოთახი გაქვს, ანუ რაც შეგიძლია იმას აკეთებ. შენი ღირებულებები, შენი მეგობრები თუ შენი ჰობი თუ რაღაცა, პარტნიორსაც აქვს ეგ სივრცე, მაგრამ ეს ხისტად არ აქვს. და შენ თუ არ აქვს ეს შენი ღირებულებების სივრცე, მაშინ პარტნიორზე ხარ, ჩამგონია რომ იქიდან უნდა მიიღო, ხო? იმის სივრცეში ხარ უკვე, შენ თვითონ არ გამოყოფ ამ ოქსიტოცინს. თუმცა შეიძლება შენც რო ქონდეს ოქსიტოცინი, თუ საკუთარი თავის სიყვარული გაქვს, თუ მართლა უკეთებ შენ თავს რაღაც გამოეყოფ ეგ. ასე თუ ეგ ელემენტიც, ხო? და ანუ რაღაცნაირად უნდა იყოს ესეთი არამყარი ზღვარი არც ძალიან მყარი ზღვარი და არც საერთოდ არაზღვარი, ანუ იყოს ფლოუში უნდა იყოს ჩემი სივრცე, პარტნიორის სივრცე და საერთო სივრცე. და რას ვაკეთებ ამ საერთო სივრცეში? იგივე თუნდაც პარტნიორთან თუ ვინაც ოჯახის სისტემასთან, ესეთი ფლოუ უნდა იყოს. და ორგანიზაციაშიც ალბათ იგივე. ორგანიზაცია მარტივად რო თქვა. ამ ბევრ თემებს ვეხებით ახლა, მაგრამ ეს ფლოუში მიდის თქვენ. აი თუნდაც ინტროვერტი და ექსტროვერტი, ხო, ინტროვერტი ექსტრემი რა არის ხა, კლიშესავით ჩამოაყალიბებ, მაგრამ აი უფრო გასაგები რო იყოს. სულ თუ სახში ვზივარ გამოყრუვდები, ხო? ხო. რა კარგია სახში დომა, სულ ჯდომა გამოყრუვება. ხო, გადამლაშებულად უკვე ძალიან ცუდია. სულ გარეთ თუ არ რა ხდება? გაუტყიურდება, ხო, გაატყიური ხდება. ანუ სინამდვილეში სად არის გეოგრაფიული ადგილი, სადაც მე კარგად ვარ არსად? ანუ კარგად ყოფნა არის შიგნით, როცა საკმარისია გავდივარ გარეთ, როცა საკმარისია შემოვდივარ შიგნით, ანუ ამბივერტობაში. ხო. ანუ აქაც და იქაც, ანუ არ არსებობს გეოგრაფიულად, სადაც მე პერმანენტულად კარგად ვიქნებ. ეს კარგად ყოფნა შინაგან მდგომარეობა, რომელიც აი ამ სხვადასხვა გეოგრაფიული ადგილების ჰარმონიაში და ბალანსში არის. ზუსტად ეგ არის, თუნდაც სისტემასთან დამოკიდებული, თუნდაც ინდივიდთან დამოკიდებული, ეს შუალედი მოუნახოთ, რომელიც არც ეგოა, არც გადარჩენის ადაპტაციის რომელიმე მექანიზმია, თუნდაც ეს ჩამოკიდებულება, თუნდაც ეს დამოუკიდებლობა, რაც ძალიან ხშირად ცხადია ხო, იმიტომ რომ გადარჩენის ადაპტაციის გარეშე ვერ განვითარდებთ, ეგეც საჭირო ელემენტია, რომ მანდ არ უნდა დარჩი, თუ განვითარება გინდა. თუ არ გინდა და იქნებ მთელი ცხოვრებაში, არც არავინ არაფერს არ გეტყვის. იესოც არ ჩამოა და არც იმისი ნება და უფლება ესო ჩაერიო შენ ცხოვრებაში იმ ხრივ, რომ აი შენ ახლა ეს უნდა გააკეთო. ანუ იმ ხელა თავისუფლება გვაქვს, რომ ჩვენი ბუნება მოგიყვანა აქამდე და ახლა შენ გააკეთე. დანარჩენი უკვე შენზე არის, ხო. ეს ძალიან მაგარი ესე ვთქვათ, მოდი რჩევასაც დავარქმევ იმ წყვილებისთვის, ვინც სიტყვაზე უნდათ პარტნიორულ ურთიერთობაში შესვლა ან არიან და აი არიციან, ანუ რატო არ გამოდის ან სიტყვაზე მაგან ხო შეიძლება გამოიწვევს აი ტოქსიკურ ურთიერთობასაც, რასაც ვეძახით, ხშირად მაგას იწვევს, რომ აი შენ იმაზე ხარ მიჯაჭვული, მე რო შორდებით ისე ურიგდები იმის გარეშე ვერ ცხოვრობ, ხო, on off relationship-ი რაც არის, ხო და
მეც აი ხა რაც წამიკითხავს სიტყვაზე რაღაცა გინდაც პოეზია რაღაცა ყველაზე საინტერესო დაკვირვება რაც მაქვს ის არის რომ ყველა უმეტესი ესე ვთქვათ აი სიბრძნის ამავალი წერტილი არის სწორედ აი ეს შუა გზა არც ერთი პოლუსი არც მეორე არამედ რაც ვთქვით ლავირება აი ამ ორ შორის იმიტომ რომ ზუსტად შუაში შანსი არ არის რომ იყო ანუ გინდა არ გინდა რაღაც მომენტებში ანუ ლავირებ მაგრამ თავარი არის რომ უშუალოდ ურთიერთობაშიც თუ შევალთ რომ ეს სურვილი იყოს ორივე ორმხრივი ქალიდან მხრიდანაც და მამაკაცის მხრიდანაც ორივეს ჰქონდეს აი ეს პირველ რიგში აი რაც ჩამოვთვალეთ ხო ეს დაკმაყოფილებული ან მიღებული თავისი პატარა ბავშვი ნუ ძალიან მადლიერები ვიქნებით თქო ბავშვობიდანვე თუ ისე გავიზარდეთ რომ ეგ უკვე მოგვარებული გვაქვს და ეგეც ძალიან მაგარი არის ხა ვინმე მშობელი თუ გვისმენს რომ შეუქმნას თავიანთ ბავშვებს ეგეთი ესე ვთქვათ გარემოებები რომ აღარ მოუწიოთ მე მომავალში თავისით ამის ალბათ დროის დაკარგვას არ დავარქმევდი უბრალოდ აი მაგაზე ენერგიის დახარჯვა უკვე განპირობებული ექნება და მე უკვე ურთიერთობაში რომ შევლენ ეგ ბაგაჟი თუ გვაქვს ალბათ ხო ეგ მოგცემს ძალიან დიდ ესე ვთქვათ რესურსს რო ის ურთიერთობა იყოს გრძელვადიანი და ესე ვთქვათ ახალი ურთიერთობის ტიპი ჩამოვაყალიბოთ იმიტომ რომ უმეტესად რასაც აი მშობლების თაობა რაც ვახსენეთ ჩემი დაკვირვებით რაც არის ძალიან ხშირი იყო დაშორება შერიგება დაშლა ეგ ახალი პარტნიორი ეგ რა თქმა უნდა ბუნებრივი პროცესია და არავის მაგის გამო არ გამსჭი მაგრამ დიდი ალბათობით შეიძლება განპირობებული იყო იმიტომ რომ ეს პოსტომის მერე ეს ყველაფერი განსაკუთრებით საქართველოში არ იყო დრო იმისთვის რომ ესენი ყოფილიყო დაკმაყოფილ და ნუ მიეწყო და მოვედით აქამდე მაგრამ ეხა რაც თქვით უკვე იმ დროში შევდივართ რომ გვაქვს ამის შესაძლებლობები რომ გამოვიკვლიოთ ეს ყველაფერი გამოვიყენოთ და გამოვიყენოთ ჩვენი თავებისთვის რომ შემდეგ საერთო სურათში შევიტანოთ ცვლილებები კიდე დავამატებდი მშობლები რო ახსენე ხო ამაგალ მშობლებმა შვილებს რო შეუწყონ ხელი პირველ რიგში თუ მშობელი თავისშინაგან ბავშვს მალავს ან პირიქით თავისშინაგან დაუკმაყოფილებელ რაღაც ბავშვურ რაღაცებს შვილს ტენის ორივე შემთხვევაში ბავშვს არალდება ხო ანუ მნიშვნელოვანია მშობელმა თავისი შინაგანი რაც არის მისი შინაგანი მთლიანობის ნაწილი შინაგანი ბავშვის ნაწილიც მასთან ურთიერთობა დაამყაროს იმიტომ რომ მაშინ მისი შვილის დაინახოს რომ მშობელი თავისთავად მიღებული აქვს და ეს უფრო უხარია ვიდრე მარტო ის როლი რომ ეს დედაა მთლიანად ეხა ჩემთვის ანუ მარტო დედა არ უნდა იყოს მარტო მამა არ უნდა იყოს მთლიანად რა თორე ეს ასე ვთქვათ როლური ფუნქცია რაც მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა ეს შვილია ეს დედა ეს მამა მაგრამ თუ ვერ გავექცევით მაგას რა თქმა უნდა თუ ბავშვი ხედავს რომ დედას თავისთავად იყოს მიღებული და ცდილობს თვითზრუნვას თავის თავზე ზრუნავს, მაშინ ეს მაგალითი ხდება იმისთვის შვილისთვისაც, რომ ოკეი, მეც მაქვს უფლება რომ მიღებული იყო ჩემ თავზე ვიზრუნო. ხო. თორე მაშინ არ ჯერა, მაშინ დედა თუ ამას ეუბნება, ჭი რამე შენ ყველაფერს გიკეთებ, მაგრამ შვილი ხვდება რომ დედა თავის თავზე აზრუნოს, მაშინ ინტრიგაში ვარდება შვილი და აინტერესებს დედის ტრავმა. ხო, რატო არის ეგრე? და ხდება მასზე მზრუნველი, იმიტომ რომ გზნობს დედას აჭირდება და იმის ლოიალობა. ხო, მაგ დროს როლი ირღვევა უკვე, როლები უკვე ირღვევა რაღაცა დოზით, ხო, უკვე. ეგეთი განლაგების ფორმატიც გვაქვს. აი მან და დედა, მისი ტრავმა, შვილი და შვილის რესურსები. ხო. იქ ისეთი კომბინაციები ხდება ხოლმე, რომ აი ყველაფერს აჩვენებს რა. ზოგჯერ არის მაგალითს ვიტყვი, რომ დედა არის ტრავმასთან დაჰიპნოზებული და შვილს საერთოდ არ უყურებს. რესურსებს საერთოდ არ ახსოვს. ზოგჯერ არის რომ დედა არის შვილის რესურსებზე იმჯდარი მთლიანად და თავის ტრავმა დაიგნორებული აქვს. ანუ ყველანაირი კომბინაცია. იქიდან უკვე ცხადია ხოლმე, ოკეი, მე რა მაქვს დასამუშავებელი და ეს იმას კი არნიშნავს, რომ ჩვენ ახლა მე იმ ტრავმასთან დავტოვო და მე ჩემ რესურსებთან ვიყო, არა. შეიძლება ეს უბრალოდ გასაქცევები იყოს. და შეიძლება ეს თავარი იყოს დედა-შვილთან მართლა კონტაქტში შევიდეს. ანუ რეალური რაც ხდება ის მუშაობს. ხო. და ესენი კონსტრუქტებია, ზოგჯერ პირიქით საჭიროა რომ ეს ძალიან ახლოვანი ერთმანეთთან დასილდნენ და აღიარონ ერთმანეთი თასკები, ასე ვთქვათ. ზოგჯერ პირიქით საჭიროა, რომ ეს თასკები გაქცევებია და პირიქით კონტაქტში შევიდნენ ერთმანეთთან. ანუ ეს ფორმატი ძალიან ისეთი დენადი და ხევადია და რასაც კიდე დავამატებდი, რაც შენ თქვი წეღან, რომ ანუ უნდა ვიყოთ დენადები, როგორც წყალი, ხა წყლის სიცხეზე რო თქვი. თუ ყინულივით არის ჩვენი ცნობიერება, მაშინ ახალ ფორმაში ჩასვლა გაგვიჭირდება. მოამტრიო რაღაცები, რომ ჩატენო იქ, ხო? და თუ წყალივით დენადი ხარ, მაშინ ჭურჭელზე პრეტენზია არ გაქვს. ნებისმიერ სიტუაციასთან ადვილად ახდენ ადაპტაციას. და ეხა იქ დედა-შვილის ურთიერთობას რო შევეხეთ და მოდი აი სამებარად რო ავიღოთ, მამა, დედა-შვილი. რა ხდება იმ შემთხვევაში სიტყვაზე ეგ გარემოება რო ავიღოთ, რომ ბავშვი გააშვილეს. ბავშვმა არ იცის საკუთარი ბიოლოგიური მშობლები ვინ არიან, ის სისხლის ხაზი საიდან მოდის და
აი ის რაღაც პატერნებიაც გადმოვიდა მასზე კარმას შემდეგ და მისი მშობლები არიან სულ სხვა ადამიანები. მაგ შემთხვევაში განლაგების დროს შესაძლებელი არის რომ აი ის და ბავშვმა არ იცის მოდი სიტყვაზე თავისი მშობლები ვინ არიან. მაგ დროს შესაძლებელი არის რომ დაუკავშირდეს იმ მშობლებს რომლებსაც არ იცნობს და მოაგვაროს აი ხო აი რა მაგ დროს რა ხდება აი საინტერესო ჩემი ისტორია ეგ თვითონ და მე თვითონ გახსენ პასუხს. რაზე? სისტემური განლაგების მერე ორ კვირაში გავიგე რომ ნაშვილები ვიყავ. კაი რა. ბერთელინგერთან. ზუსტად მაგითონ გადავწყვიტე ეს თემა ეს პროფესია შემესწავლა ზუსტად. ანუ წარმოდგენა არ ქონდა როგორც გავიზარდე ამ მგზდელი მშობლები მყავდა 19 წლის ვიყავი რომ გარდაიცვალენ ერთი ჯერ დედა მერე მამა და მერე ნუ აქ ისეთი დრო იყო რომ ფაქტობრივად არანაირი რესურსი არ იყო რომ აქ რაღაც გადარჩენილი ნორმალურ ადამიანად და ცხოვრობდი 36 წლის ასაკამდე მე როგორ გერმანიაში ეს ბერთელინგერთან სისტემური განლაგება რომელიც ინტერვიუს მიდევს YouTube-ზე იქ როცა მეუბნება რომ შენ ჩადი შენ სამშობლოს დაუკავშირდი კი უნდა ჩახვიდე და იცხოვრო ეგ არ უთქვი მაგრამ დაუკავშირდი იმიტომ რომ როდესაც სამშობლოდან მოდიხარ დედისგან მოდიხარ ფაქტიურად და ეს ნიშნავს რომ ბედნიერება გინდა იპოვო და ვერ იპოვე. ან ხარდაჭერა არ აქვს. ანუ შენს ქვეყანას დაუკავშირდი და მისი ბედის შექმნაში შენი წვლილი შეიტანე. ანუ შენ ფესვებს უნდა დაუბრუნდე. მისი ბედის შექმნა შენი წვლილი შეიტანე, მითხრა მაშინ ჩემთვის საქართველოს კონტაქტი არ ქონდა. უბრალოდ სიტყვები იყო რა და მეთქი ეს გაუცინე და მე მაშინაგან აბსოლუტურად მიუღებლობა მქონდა. არ და ეს ჩანდა იმ ველში. ორ კვირაში ვგებულობ ამის მერე თურმე მყავს სიძისგან, მყავს და ხო ანუ ნახევარდები კიდე ისრაელში, მამა ბიოლოგიური ისრაელში ცხოვრობს და დედა ბიოლოგიური, ანუ ჩემს ღვიძლდასთან ერთად ცხოვრობს საქართველოში. და წარმოდგენა არ ქონდა და შემდეგ შეხვდით, გაიცანით ისინი. ამ განლაგების მერე 36 წლამდე საერთოდ არანაირი ჰინტი არ ყოფილა, რომ მე რამე ეჭვი შემპარებოდა ამაში. და მაგის მერე გავიგე ეს რამხელა ძალა რანაირად შეიძლება ეს მოხდეს. და ანუ ჩემ შემთხვევაშიც ეგრე იყო, ანუ ბიოლოგიური მშობლები გამიმართლა რომ გავიცანი კიდე და კონტაქტი მქონდა მათთან და მოასწარია სწორად გაცნობა ამბობდნენ მშობლები გარდაცვლილები იყვნენ 19 წლის ასაკში და ალბათ ვერ მითხრეს მაშინ იმიტომ რომ ერთი ასაკი იყო ან ბავშვობაში უნდა უთხრა ან ზრდასრულობაში მაგრამ აი თინეიჯერობაში ცოტა ისეთი სათქმელია ხო და ალბათ ესეც იყო საჭირო როგორც ბედი იყო მაგრამ რაც მოხდა ფაქტობრივად ცხოვრებამ თვითონ გამიკეთა განლაგება ანუ ის მოხდა ცხოვრებამ თვითონ დამილაგა ასე თქვა წარმომიჩინა როცა საჭირო იყო ის რაც დაფარული იყო და რაც მართლა დამშვიდა ჩემში და უთქვიათ კიდევ ჩემმა ყოფილმა გერმანულმა პარტნიორმა ეგ თქვა პირველი აი ხლა მივხვდიო რაღაცებს იმიტომ რომ რაღაცა იყო ამოუხსნელი რასაც ვერანაირად ვერ ხსნიდა შეიძლება ხო რაღაც და ჩემშიც ან დაფარული და დამალული რაღაცა რო არის მაინც გზნობ ამას სადღაც ხო რაღაც ფაზლის ნაწილი არის და ანუ ძალიან ბევრმა იცოდა ეს ჩემ შესახებ თურმე მე როგორც მართლა და არ გეუბნება არ მეუბნებოდი ძალიან ბევრმა იცოდა ეს ფაქტობრივად რო თქვა ეს პირდაპირ დავარქვა ამას ხა მეგობრების ხვიდან და ის ნუ ღალატია მაგრამ ისინი ვერ ახტებიან მშობლებს ახლა და რა თქმა უნდა ეს გასაგებია ანუ ცოტა ისეთ თემა ვერც დაადანაშაულებდა და ძალიან რთული თემა არის ხო როგორ შეხედავ ხო მაგრამ ის მეგობარი რომელსაც ის შენ აშვილებად არ გეუბნება და შენი მეგობარია გეუბნება რაღაცას გიმალავს ხო რა მშობლობა რას გიმალავს ანუ არ არის გულწრფელი ხო თუმცა რო გავიდა დრო და აღარ იყვნენ ცოცხლები მე უკვე შეიძლებოდა ამის თქმა ან რაღაც მე როგორც მოხდა ხო ანუ ეგ იყო ძალიან ისეთი მომენტი ჩემთვის რომ გავიგე სიმართლე რაღაცა ძალიან სიღრმისეული დამშვიდეთ. ხო, ანუ ძალიან დიდი შვება მოხდა რაც გაკავდა. რაც მე უკვე ხვემას თქვეს რომ ეს იგო რაღაცა შეიცვალა, შვებისგანაც იყო აღნიშნული. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია სიმართლის თქმა, შესაძლებელია ხა ჩავერე ვერავის ცხოვრებაში, მაგრამ არ არის კარგი რომ ადამიანს და ეს ხშირად იყო ხოლმე საქართველოშიც რომ ისეთ აკვია ჩუქებები და ეს რაღაცები და დამალული ბოლომდე ძალიან დიდ გავლენას ახდენს იმ ადამიანის ბედზე, ძალიან დიდ გავლენას. ანუ ურთიერთობების გრევას იწყებ, როცა ნაშვილები ხარ. ურთიერთობებში შედიხარ და ანგრევ, იმიტომ შენ ეგრე ისწავლე თავიდან. შენს გამოგაგდეს სისტემიდან. თუ სისტემაში ნაშვილები ხარ, ოღონდ ნათესავებში, კიდე მაინც სისტემაში ხარ. თუ უცხოსთან მიდიხარ, ანუ ამას ხდები უფრო დესტრუქციული ხდები ურთიერთობაში. და პატერნი მეც მქონდა და ამის მერე დამიწყო ამის გაცნობიერება, რომ ოკეი, მე ხლა ამ პატერნს თუ გავყვები რაღაც საბოტაჟს გაუკეთებ ურთიერთობას და ამას ძალიან დამეხმარა სისტემური განლაგებები ამაში რომ ამ კუთხით დააგებობა დაუწყე ამ პატერნებზე ხო ვახ რა საოცარია უბრალოდ
ვარ ვერ წარმოვიდგენდი მართლა ეხლა რო გაცხადებოდა ესე და მაგ ხელა ეფექტი რო ექნებოდა და შესაძლებელი არის ეგეთი რაღაცეებიც კი რო ამოვიდეს სააშკარაოზე და რო გრამხელა ცვლილებებს იწვევს და ფერიცვალებას შემდეგ ჩვენში. ანუ გამიმართლა რომ ბერთელინგერი იყო და ზუსტად აი მაგ სიტუაციაში საქართველოსთან მიმართებაში განლაგებაზე ზუსტად ორ კვირაში ვგებულობ ამ ინფორმაციას სრულად დამოუკიდებლად თქვა ჩემს სიძე საერთოდ არანაირი კავშირი არ ქონა ბერთელინგერთან საქართველოში იყო მაგრამ მანამდე არანაირი ის არ ყოფილა ინდიკაცია არ ყოფილა ჩემში არანაირი ეჭვი არ ყოფილა ზუსტად აი განლაგება ჩატარდა თუ საქართველოსთან თურმე ეს კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია თან ისიც მითხრა რომ საქართველოს შენთვის ახალგაზრდაო მიუხედავად იმისა, რომ ეს ძველი კულტურის ქვეყანა უდიდესი პრობლემებით და რაღაცებით, შენთვის ახალგაზრდა. და ეგ რას ნიშნავს, ხო, ანუ იქ რეპრეზენტატორიც ვინც იყო, ეს დამოკიდებულება საქართველოს არ იყო რაღაც არქაულთან დამოკიდებულება და ჩემი დაც 2 წელი დიდია ჩემზე. ანუ ჩემი დიდ დავკავშირდი ისევ საქართველოს, ანუ დამყავს რომელიც ჩემი ტოლია ფაქტიურად. ანუ ეს კავშირი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი ოჯახი, დის ოჯახი რო გავიცან, ფაქტობრივად აი ღუზასავით იყო ჩემთვის საქართველოსთან კავშირში, იმიტომ რომ სისხლის ანუ ღვიძლი და ოჯახის წევრია და ეს ჩემი ტოლია, რომელმაც თურმე იცოდა მე რომ ძმა ვიყავი მთელი ცხოვრება. და აქ რო დაბრუნდით და დაკავშირება რომ მოხდა ამ ყველაფერთან და აი ამ ფესვებთან, აი უფრო რეალური შეხება მოდი დავქნოდი, აი ყველაფერს ფარდა რო ქონდა ახდილი, მაგან რა ცხადია ძალიან დიდი ძირეული ცვლილებები გამოიწვია და მაგედან მოყოლებული შემდეგ თქვენ განლაგებებში ამას შემოიტანა უფრო რაღაც სხვა ხარისხი, აი იმიტომ რომ რაღაც ხო გაკლდათ მანამდე თითქოს და ეხა ძალიან დიდი სულის და თქვენი ნაწილი თითქოს უკვე იცოდით აწი და რა როგორი იყო მაგის მერე თქვენი უკვე პრაქტიკები და ცხოვრება. ხო, თითქოს ეს ამ განლაგების სწავლების პროცესში მოხდა ყველაფერი დაემთხვა ერთმანეთს. მე ვიტყოდი თვითონ განლაგებამ რაც მასწავლა ამ ისტორიის ჩათვლით, ხო? ანუ მე რაც არ უნდა განსაკუთრებულად ჟღერდეს ახლა ეს ისტორია, ხო? მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს რეალურად შიგნით რომ მე რაღაც განსაკუთრებული ისტორია მაქვს. იმიტომ რომ ადამიანები როცა გამოდიან, როცა სწავლობდი, ან როცა განლაგებაზე გამოდიან, მათ ისეთი ისტორიები აქვთ ზოგჯერ ხოლმე. ან ზოგჯერ უყურებ ხოლმე რომ ამას აი გმირის медаლი ეკუთვნის რა, ეს როგორ გადაიტანა, ანუ რასაც მასწავლის რომ გამოვიდე მე ჩემი ამ განსაკუთრებულობიდან და მივხვდი რომ ყველანი ერთ ნავში ვზივართ ერთი ველის ამ ცხოვრებასთან მიმართებაში და არანაირი გარანტია არ აქვს ხვალინდელი დღის აქ არავინ არ არის წინ და არავინ არა უკან ეხა გემზე რო ზიხარ რა და რო გინდა თუ არა წინ უნდა მოხდეს პირველი ჩავიდე ბრამშოლობა წინ ხარ ამ გემზე თუ უკან ხარ ამ ოკეანეში აი ესეთი სისულელია ზუსტად ეს ძალიან კაი შედარება ზუსტად აი ესეთი რაღაცას გასწავლის რომ უფრო მეტი ემპათიურობა ქონდეს სხვა ადამიანების მიმართ ეს არ არის რაღაც შეცოდება არამედ სხვა რა ხარისხია და საკუთარ თავის მიმართაც მიმღებლობა ქონდეს აი ესენი არის რაც განლაგების არსია და თუნდაც ნებისმიერ სხვა თერაპიული მეთოდის არსიც ეს უნდა იყოს ასე ვფიქრობ მეც ეს ნამდვილადაა ჩემში თუ ცვლილებები მოახდინა ამ ხრივ მოახდინა ამ პროცესებმა ხო განლაგებაც აი მაგ ეხა ის რაც ახსენე რომ ყველანი ერთ გემზე ვართ და მივდივართ ანუ მაგ მე სიტყვაზე ეგ შეგრძნება გამიჩნდა უფრო აი მედიტატიური პრაქტიკების შემდეგ და ასევე ფსიქოთერაპიის შემდეგ გავიაზრე რომ ემპათიის შეგრძნება უფრო მეხმარება რომ სხვა ადამიანი შევიყვარო და ანუ მაგ ესე ვთქვათ შეგრძნებას უფრო მიღრმავებს რომ აი ყველანი ერთნი ვართ სიტყვაზე და მე უფრო იქ ხალაგზობ რაღაც და ძალიან აი როგორ ვთქვა რაღაც სიმშვიდის შეგრძნება მოაქვს არსად აღარ გეჩქარება მინდობილი ხარ უფრო პროცესზე და განლაგებაც გიღრმავებს ხო მაგ შეგრძნებას ესე ვთქვათ და განცდას რომ აი ერთი გემის ნაწილები ვარ და მნიშვნელობა არ აქვს შენ კიდე გემის წინ იყავი ან უკან ანუ ერთ ოკეანეში ვართ მაინც ერთად მივდივართ ვერსად ამას ვერ გაიქცევი ხო ნუ აი განლაგებაზე შენ თავს კითხვა რომ დაუწე ემოციურ სხეულზე ასე ვთქვათ აი სად გზნობ უფრო მეტ ძალას სევდაში თუ სიხარულში ანუ სად გზნობ უფრო მეტ ძალას მადლიერებაში თუ უმადურობაში ან სად გზნობ უფრო მეტ ძალას მტრობაში თუ მეგობრულობაში აი ხვდები ანუ სადაც ძალა მაქვს ხო იქა ჩემი გაიგივება ხო და ანუ რა მიშლის ხელს და აქედან გამომდინარე თუ მე მადლიერებაში მიშლის ხელს რაღაცა მოდი გავაკეთო პატარა ნაბიჯები იქითკენ მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ისე რომ მე ეს წამევიდე სუპერეგოში ხო ანუ მაგალითად არის მადლიერების კურსები და რაღაც ძალიან კარგია ეს თემა და რა თქმა უნდა მაგრამ საშიში ის არის მე თუ ჩახშობილი და დათრგუნული მაქვს ჩემი ემოციები ეს იქნება სუპერეგოში წასვლა ანუ მე უნდა მადლიერი ვიყო და ფაქტობრივად ჩემ აუტენტურ თავს კიდევ უფრო მოვწილდები
ანუ სადაც ვარ, იქიდან უნდა დავიწყო. თუ ბრაზია, ჩემთან ავტენტური, მოდი ავტენტური მაშინ ბრაზის გამოხატვით უნდა დავიწყო. ჯერ კატარსისები მჭირდება, რომ მივიდე. ხო, სხვა გზა უნდა გაიარო. სხვა გზა უნდა გავიარო. ძალიან მნიშვნელოვანია, ამის გარეშე არ გამოდის, იმიტომ ის დესერტები არის. თუ ცხელი კერძი არ მაქვს, დესერტს რანაირად გავიგებ რა არის, ხო მომწავლას მომკლავს. ანუ შხამი იქნება, არა ვერც გავიგებ, ვერც დავაფასებ. ხო, ჯერ მწარე თუ არ ჭამეთ კბილს შემდეგ. ზუსტად ეს არის ის გამოშვება და ეს კატარსისი არის საჭირო, ამის სპეციალური მეთოდებია საჭირო, მე თვითონ თუნდაც მედიტაციას დესერტია, შედეგის მადლიერება ყველაფერი, მაგრამ მე თუ ფუნდამენტი არ შეუქმენი, ბაზისი არ შეუქმენი, სადაც მე რო ვიტალურად გზნობ თავს, ანუ რაც მე საჭიროება, თუნდაც მოკლედ რო ვთქვა, აი სულიერ განვითარებაში, ან პიროვნულ განვითარებაში არის სიმამაცე და გულწრფელობა. აი ძალიან საჭიროა ყველაფერს ეს მაკეთებელი. ძალიან მაგარი ატრიბუტები აქვს სიმამაცე და გულწრფელობა. ვა, მოგშა. მაინტერესებს კიდე შენ თქვი, რომ ერთ-ერთზე შესაძლებელი არის განლაგება და ასევე მინდა უფრო დავაზუსტო, თუ არის შესაძლებელი განლაგება მარტო შენ თავს რო გაუკეთო. არავინ არ ყავს უბრალოდ ანუ არის რამე ეგეთ შესაძლებელი, რომ შენ თავს უკეთებ განლაგებააც გარკვეული ცოდნა გესაჭიროება. მაგრამ შესაძლებელი არის. კი, რა თქმა უნდა. კი შესაძლებელია. ანუ ერთგვარ მედიტაციაში რაც სხვა ხარისხი. მე ვიტყოდი ნიადაგის ზღუზით. სიმბოლოებით, ახლა შეიძლება რაღაც პატარა სიმბოლოების ქონდეს ფიგურები დაფაზე, ეგეთ ფიგურებითაც კეთდება ხო, მაგრამ უფრო მეტად სომატიკასო ჩართული იყოს. შეგიძლია გამოიტანო მაგალითად ფურცელზე დაწერო რაღაც ასპექტი, რა კონსტრუქტები უნდა იცოდე, მაგალითად აი decision making-ი გაქვს, ხო? გადავწყვიტე, ხო? წავიდე საცხოვრებლად ბათუმში თუ ბავშვი თბილისში არა. ხო. ან შეიძლება ვთქვა, რომ ორივე, შეიძლება აქაც ვიყო და იქიც ვიყო. იქაც ვიყო, ხო? ან არც ერთი. მოდი, არც ერთი არ მინდა, არც თბილისი და არც ბათუმი, საერთოდ სხვა რამე. ან მოდი კიდე არის მეტაპოზიცია მისი, რომ საერთოდ ეს საკითხი მინდა თუ არ მინდა. და აი ამ საკითხებს თანმიმდევრულად ალაგებ ერთმანეთთან და აქ მოძრაობ. უკვე თითქოს ისე ჩანს, რომ აქედან უნდა ვიცოდე, მაგრამ რა ხდება თვითონ განლაგების დროს, რომ ჩვენი აზროვნების მექანიზმი არ შეუძლია აზროვნებით მიგახვედროს ამ ასპექტებს შორის რა ურთიერთკავშირია. აი ხო სად არის და არა სად არის. აი სად არის ვერ ხედავს. ამიტომ განლაგება უბრალოდ რა არის? პლატფორმა ექმნება ამ ასპექტებს ვიზუალური, როგორც კი ვიზუალური პლატფორმა ექნება ამ ასპექტებს, რაც გონებაშია, გონება იყენებს ავტომატურად უკვე ინტუიციურ რესურსს. და ამ პლატფორმაზე ამ ასპექტების ურთიერთდინამიკა ცხადი ხდება. და ამ ურთიერთდინამიკაში მათი ანუ მოძრაობა, კიდე ანიმაცია ცხადი ხდება. ამ თავიდან ეს რა პოზიციონირება აქვს და მე რა გაიგივებები აქვს და აქ უკვე მოძრაობა. ფაქტიურად კონსტრუქტი ცოცხლდება. ნებისმიერი კოუჩინგის კონსტრუქტი რო აიღო, ნებისმიერ რამ, რაც მაგალითად აიზენჰაუერის კვადრატი არის, თუ ჯოჰარის ფანჯარა, თუ აი ეს ტეტრალემა ეხლა რას ვი decision make, ნებისმიერი კონსტრუქტი განლაგებაში რომ გადმოიტანო, მაშინ ხვდები ის რეალურად რა არის. და ჩვენ გონია ზოგჯერ სიზარმაცე, ზოგადად ცხადია ყველასთვის რა არის. ხო. ინდივიდუალურია. ან განლაგების თუ შე რო დადგეს სიზარმაცეზე, იმან შეიძლება ისეთი სიბრძნე გითხრას, რაც სხვისთვის სულ სხვა რაღაცას ნიშნავს. ანუ ეს სიზარმაცე შეიძლება გეუბნები, უნდა დაისვენო რა, მე აქ იმიტომ ვარ, რომ გასვენებ და შენ მოდი, კრეატიული თუ გინდა იყო, მაშინ სტრესი უნდა დააკლო იქით და აქედან გამომდინარე, ეს უკვე სიზარმაცე იმდენად რელევანტური აღარ იქნება. ვიღაცისთვის შეიძლება სულ სხვა რამეს ნიშნავდეს. ხვდები, ანუ ხო, ძალიან სუბიექტური არის მაგის მიერ სუბიექტურობას გაჩვენებს განლაგება, რომ აჰა, თურმე ეს სუბიექტურია და ეს არ შეიძლება რომ ობიექტური რაღაცა იყოს და ეს მეგონოს მე რომ ყოველთვის ცხადია თუ რა რას ნიშნავს. ანუ ამის გაცოცხლება ხდება ჩემთვის რას ნიშნავს. ამაში უფრო ღრმად ჩავდივარ რა. ამაში მეხმარება ნიადაგის ზღუზების ეძახინ ფურცელს ან სიმბოლოს. ხო, ეგ ნიადაგის ზღუზებიც მინდა რომ მეკითხა, ანუ რა, ანუ ეგ ფურცელი არის, რაზეც ნებისმიერ ამ თუნდაც ფურცელი, თუნდაც რაღაცა ნაჭერი ან რაღაცა ეს არის რობერტ დილსის მერე უფრო პოპულარული მეთოდი, მან გახადა ეს უფრო პოპულარული NLP-ს ერთ-ერთი სპეციალისტი იყო და ანუ როდესაც დგები ამ სიმბოლოზე, მთელი ფსიქოსომატიკა ჩართული ეს რას ნიშნავს. მაგალითად რაღაც სიმბოლო რაღაცას ნიშნავს, ხო მე მინდა რაღაცა ნაბიჯი გადავდგა. აი ამაზე რო დგები, შეიძლება რაღაც სიტუაციაში ჩემმა გონებამ უკვე იცოდეს, რომ მე აქ არაფერს აღარ უნდა მეშინოდეს, ოკეია. მაგრამ შეუძლია დაძაბული. და აქ ვააპდეიტებ, ანუ ფსიქიკა აპდეიტებს ამ სომატიკას, ხო? და ზოგ შემთხვევაში შეიძლება პირიქით იყოს. ანუ სხეულმა იცის, რომ მე კარგად თუ არ მაგრამ გონებას აქ ძველი ის მოჭიდება. ხო, სიტყვა შიში შეიძლება იყოს. და სხეული გააპდეიტებს. ანუ
exchange ხდება ზოგჯერ რეპროგრამირება ზოგჯერ სხეულიდან ზოგჯერ პირიქით გონებიდან რა და მაგაში გეხმარება რომ exchange-ის docking station-ები ასე ვთქვათ ეს ხო ეგეთი კიდე რა ეგეთი ღუზის გარდა ისინი ახსენეთ დაფასავით ფიგურები ხო ეგ online board-იც არის რითიც მე ვმუშაობ ანუ online არის ესეთი ბორდი სამგანზომილებიანი ანიმაცია ორგანზომილებიანი შეიძლება იყოს არა აქვს მნიშვნელობა თავარი არის ვიზუალიზაცია განლაგების პრინციპი ის არის რომ სივრცეში როცა მოძრაობ სივრცეში მოძრაობის დროს იცვლება ემოციები და ეს ვიზუალურად შეიძლება გაკეთდეს ანუ ფიგურები მოძრაობენ სივრცეში და მოძრაობის დროს ხვდები სხვადასხვა დამოკიდებულებას აი ხა მაგალითად რო გითხრა ხა მაყურებლისთვისაც რო გასაგები იყოს აი წარმოადგენს სივრცეში დევს რაღაც შუაში რაღაც სიმბოლო ეს სიმბოლო წარმოადგენს რაღაც ემოციას ემოციის პანორამას ვეძახით ხოლმე რაღაცნაირად ემოციას წარმოადგენს რაღაც ნაჭერია გადაფარებული რაღაც და მოდი ჯგუფის წევრებს ვეუბნები რომ აი ეს არის ახლა რა ემოცია მოდი ეს არის მაგალითად სიყვარული მე სიყვარულზე ვფიქრობ და მოდი ახლა აი ამ სივრცეში სიყვარულთან ვინ სად გახართ და რა პოზიციონირება ხო და ყველა დგება ისე თუ ვინ სად დგას და როგორ მიმართებაში არის და მე ვეკითხებით რა აქვს ზოგ შეიძლება გულიერეოდეს ზოგ შეიძლება ზურგი ქონდეს შექცეული ხო ზოგ შეიძლება მისტიროდეს ზოგ შეიძლება ახლო იყოს ანუ თვითონ იმ ემოციასთან უკვე ფილტრები აქვს ყველას თავისი გამოსვლებიდან გამომდინარე სუბიექტური და სუბიექტური მე ვეუბნები ახლა მოდი გააკეთეთ ის რაც არ გაგიკეთებიათ არ აკეთებთ არას ეს იმიტომ რომ ეს თქვენი ჯავშანია სადაც გეხეთ ეს ადაპტაცია და ცდილობენ რომ შეცვალონ მოდი ახლა თუ ახლო არ მიდოდი ახლო მივალ ან პირიქით შევალ უფრო ამ განცდაში რაცა და აღმოჩენებს აკეთებ ანუ ეს სომატიკა ხვდები მოძრაობაში ამ გეომეტრიაში გადაადგილეთ ემოციას სulis ან მაგალითად ბრაზია წარმოდგენილი ხო და ზოგი შეიძლება იდგეს ესე ბრასთან აქედან ვაკონტროლებ კარგად თვალ ან მოდი ახლო მოდი ბრასთან ახლო როგორც კი მიდის აქ უკვე შეიძლება დაცხეს ხო რაღაცა ეწევა და უკვე შეიძლება თქვას რომ მე ამ ბრაზს მიკრძალავდნენ მე ეს ბავშვობაში მოხდა და მოდი ახლა თქვი რომ მე შემიძლია ბრაზიანი ვიყო როცა მინდა და უცებ ხდება იმ ბავშვის რომელიც ბრაზის უფლება არ აქვს რომელსაც ეგონა მე რომ დიდობაში ბრაზს აკონტროლებდა სინამდვილეში ჯავშანი გაიკეთა მიდის რა ჯავშნის გაწევა ისევ იმ ტრავმაში ჩასვლა და რესურსის დააპდეიტება ეს აში მეხმარება იმაში რომ მე აღარ მეშინია რომ მეტკინოს და გამიხარდეს და თუ ჯავშანი მაგ არ თქვია და არც მიხარია ხო ანუ ეს იყო აქამდე მოცემულობა ჯერ იყო ტრავმა მე გავაკეთე ამაზე ჯავშანი ჩემ პერსონა ჩამოვაყალიბე და ეხლა რას ვაკეთებ შევდივარ ისე ამ ტრავმის ოთახში და ამ ჯავშანს ვეუბნები რომ შენ გარეშე ვერ გადავრჩებოდი მაგრამ ეხლა მე ისევ მინდა გზნობელობა და ხო მადლიერი ვარ მაგრამ გზნობა რო შეიცვალოს რაღაც ანუ მე მატკენენ ადამიანები და გამახარებენ კიდევს და არც ერთი და არც მეორე აღარ დამანგრევს ხო ანუ ძალიან მაგარი მეთოდი არის რომ ანუ თითქოს ეს თქვა მედიტაციაში შენ თუ მხოლოდ შენ თავთან ხარ და იმაგინაციაზე არის ხშირად რაღაცეები დამოკიდებული და შენ შეაგან გაცებს აქ ფორმები გეხმარება და ფორმებთან ან ძალიან იოლი ოღონდ კარგი გაგებით ანუ simple არის ისეთი მექანიზმი მაგრამ თან ძალიან რთული რო რეპროგრამირება გაუკეთო შენ გზნობებს იმიტომ რომ აი ხილულ რაღაცეებს ეხები რაღაც სათამაშო მოედანივით არის თითქოს playground-ი ხო თუნდაც ეს ან სისტემის რაც წარმოდგენილია და ძალიან მაინტერესებს თუ არის შესაძლებელი სისტემური განლაგებით წინა ცხოვრებებზე გაიგო რაღაცეები შენ წინა ცხოვრებაზე მაგ დიმენზიას არ ვიყენებ სისტემურ განლაგებაში, თუმცა ასტროლოგიურ განლაგებაში არის წინაწყობის კარმა რაღაც ესეთი შეგიძლია დაინახო და უცებ ცხადი ხდება შენი მისია, ვთქვათ რა არის ამ ცხოვრებაში რას აკეთებ, ეს უფრო ეგეც შეიძლება რომ გაიგო სიტყვაზე რომ აი რატო დავებადე რა მისიით ვარ და მაგაზე მუშაობაც შეიძლება. კი ბატონო, მაგრამ მე უბრალოდ იმ ხელა სფეროა, ვისაც რა სფეროში უნდა იმ სფეროში შეუძლია ანუ მიმართოს თავისი კვლევები ამ ხრივ თვითონ ბერთელინგერიცაც ყავდა მეგობარი რომელსაც წინ ცხოვრებაზე მუშაობდა და ზოგ ადამიანს ურჩევდა ხომ თუ ეს კვლევა გინდა იქით წადი. მაგრამ რას ვიტყოდი ფაქტიურად თუნდაც ეს წინა ცხოვრებებს რო ავიღოთ რა არის ამისი არსი რასაც ურჩევდი ადამიანებს ახლა ბევრი ეგეთი რა თქმა უნდა ბუდიზმშიც, ინდუიზმშიც და დაოიზმში, ჯაინიზმში უფრო არის ეს წინა ცხოვრების თეორია ახალ რელიგიებში არ არის ხო ეს ქრისტიანობა, ისლამში და იუდაიზმში ერთ ცხოვრება რა ну იმ ისეს რელიგიებია. აი ეს რო გამოვრიცხოთ აქედან და უბრალოდ მეცნიერულად რო შევხედოთ, აკადემიური თვალით რო შევხედოთ. იყო ბრაიან ვაისი, ახლა ცოცხალია, მაიკლ ნიუტონი, დოლორეს კენონიც არის, რომლებსაც აქვს რეგრესიული ჰიპნოზით. კი. კვლევები გაკეთებული რამოდენიმე 1000 ადამიანზე. ძირითადად მათ გამოიკვლის ანაწინა ცხოვრებები, არამედ შუალედები
სადაც აი ეს ყველაფერი ხდება თუ რატომ მოვდიოთ შეჯამება ამ ყველაფერს და რაღაცა არის სკოლები, რაღაცა კი, ნიუტონის წიგნი მაქვს მე წაკითხული და მან და ეგ რაღაცა იერარქიები სათხარს ამ ჩამოხვალ როგორ ხდება ეგ სისტემა. ზუსტად, ძალიან საინტერესოა და უფრო არსი იმაშია თუ რა შეჯამება ხდება, ხო, რა უნდა ვისწავლო შემდეგ რომ განვითარდე, ხო, ესეთი რაღაცა. კი ბატონო, მე თვითონაც რეგრესულ ჰიპნოზს გაკეთებული მაქვს, მაგრამ ჩემთვის რაც მივიღე მისაღები, რაც იყო ძალიან სარგებლიანი რაღაცა იყო, მაგრამ უბრალოდ აი თუ ვინმეს ამ მხრივ მუშაობა უნდა ამ მხრივ შეუძლია წავიდეს ეს თავისებური თერაპია არის რა. ხო, მაგრამ შესაძლებელია და ეგ განხრაც აქვს სისტემურ განლაგებას. კი, შესაძლებელია, რა თქმა უნდა, მაგალითად აი მაიკლ ნიუტონი კი არა ეს ბრაიან ვაისი რო ახსენე, ქართულადაც არის მაგმაზე დევს ეგ წიგნიც მე მგონი, მამუკა გურულმა თარგმნა, თუ არ ვწდები, მრავალი ცხოვრება, მრავალი ოსტატები. და ერთი ბრაიან ვაისის თვითონ თავის კლიენტზე კატარინაზე ყვება 80-ზე მეტი ცხოვრების გახსენება და მთელი სიმპტომები დაუმუშავდა ეგ რაღაცები რომ მოხდა. ანუ ეს გზაც არსებობს კი ბატონო. მაგრამ არ მინდა რომ ეს გავრივა ეზოთერიკაში. იმიტომ რომ იმდენი მაქვს ამ ცხოვრებაში დასამუშავებელი იმათი გახსენება, იმას ძალიან დიდი პროფესიონალიზმი საჭიროა. თვითონ ოშოსაც კონდა ესეთი რაღაც ნათქვამი რომ თუ ამ ცხოვრებაში ურთულეს სიტუაციაში არ შეგიძლია ცნობიერად დარჩენა, მაშინ წინა ცხოვრების ნებისმიერი ასპექტი შეიძლება ძალიან ზედმეტი იყოს შენთვის რეტრაუმატიზაცია ჯერეს დაამუშავე და მე მედიტაცია გაიგე რა არის და ძალიან ისეთი გაიგივებაზე იმუშავე და მე შეიძლება უფრო მარტივად. თუმცა ტექნიკები არის და ფასილიტატორი არის ისეთ რომ დაცულად გაგიკეთებს ამას ტრანსში რო შედიხარ ეს ერთი თემა არის როცა გახსენები ნებისმიერ ცხოვრებას, მაგრამ თუ შენ თვითონ აკეთებ ამას ჯატის მარანი ქვია მაგ მეთოდს ხო ან შენ თვითონ რეგრესიაში შედიხარ ფასილიტატორის გარეშე მაშინ გექნება რელივინგი და არა რემემბერინგი წინა ცხოვრების ანუ შენ თითქოს იცხოვრებ ანუ რელივინგი შენ თანა განცდა ანუ განიცდი ამას ცოცხლად ხო ცხადად რელივინგის უცხო რაღაცა და რემემბერინგს რაღაცა ანუ რემემბერინგი ხდება როცა რეგრესიულ ტრანსში ხარ და იქ გახსენდება რაღაცები ხო და რელივინგში რელივინგში მთლიანად თითქოს გუშინდელი არის რა ესეთი რაღაცა არის და განსხვავებული მიდგომა აქვს ან შენ რო შენ თავს უკეთებ სხვა რაღაცა მაგრამ ერთ რაღაცას დავამატები კი რადგან მედიტაცია ახსენე და ეს პლეიგრაუნდი ახსენე მედიტაციაში თვითონ საშიშროება ის არის რომ ბლაინდ სპოტებს ვერ ხედა მარტო რო ხარ ზოგადად ეგრეა რა ამიტომ გვერდიდან საკმარისად ხედვა არ გვაქვს და აქედან გამომდინარე მედიტაციაში ყოველთვის რესურსებზე მაქვს ორიენტირება რაღაც ბაბლში ვარ ძალიან კარგად ვარ რესურსებში ვარ და მედიტატორებსაც გააკვირდი ვინც მედიტაციას აკეთებს რაღაც თავის ბაბლი აქვს დაცული კარგად ხარ მაგრამ ეს არ გეხმარება რეალურ ცხოვრებაში რეალურ პრობლემებთან გამაინდამაში ხო გზნობიარეს ხდის და საჭიროც არ გზნობელობა გაამაგრო ამისთვისაც იქნებოდეს აშრამები და ყველაფერი რომ ჭირდება რაღაც დრო გზნობელობა დაგჭეს და საგიჟეთში არ მოხვდი ასე ვთქვათ იმიტომ რომ ძალიან უხეშია გარეთ ახალ ხილოსაც შენ მედიტაციას იწყებ მაგრამ მეორე მხრივ თერაპია ანუ ეს ჯგუფური თერაპია ადამიანები სადაც შენ არ აქვს კრიტიკა არამედ უკავშირი და გეხმარებიან შენ ბლაინდ სპოტების აღმოჩენაში ხო ხო უფრო დიდ მასშტაბზე იშლება შენი ნამდვილი რაობა ამიტომ ამ ორივეს კომბინაცია გესაჭიროება თვით გამოხატვით როდესაც უკავშირს ღებულობ ეს გეხმარება თვით რეფლექციაში და მედიტაცია ზუსტად თვით რეფლექსიაში გეხმარება ოღონდ აი რესურსებზე უფრო მეტი აქცენტი აი მოს ბალანსი თანამედროვე ადამიანები როგორც მოწყობილები ვართ ეს ორივე ძალიან საჭიროა ქონია ეგეთ შემთხვევა განლაგების დროს რომ იმ ხელა განცდა მიიღო ადამიანმა რაღაც კონკრეტულ როლში რომ ვერ უძლებს იმდენად დიდი ის მოდის ნაკადი რომ აი უბრალოდ დატევარ შეუულია და არ ვიცი შეიძლება გული მიზდის ან ყოფილა ეგეთ შემთხვევები არა ვერ უძლებს შეიძლება გამოხატვა იყოს ის რომ გონია რომ ვერ უძლებს მაგრამ იმაში ხდება დიდი ემოციის გადახარშვა ან გამოთავისუფლება კი მანდ არის რა თქმა უნდა ტექნიკები ანუ განლაგება და ტრავმათერაპია ესე გადამული ერთმანეთს მაგრამ ტრავმას არ ვამუშავებთ განლაგების აქცენტი არ გვაქვს ტრავმაზე მაგრამ ყველაფერი სკანირდება ანუ ჩემი ფსიქოლოგიური და არგუმენტაციული აი ზედაპირული ასე ყველაზე უფრო ზედაპირული შრე რომელიც აი არგუმენტზია ამ ვიღაცასთან აი დედაჩემა გამაბრაზა ამ პარტნიორი ესე და ესე და აი ამ არგუმენტებზე რო ხარ ყველაზე ზედაპირული შრეა მე ჩადიხარ უფრო ღრმად ჯავშანი სად გაქვს ანუ სად რეზისტენცია და სად ავტომატურად პასუხობ მე ჩადიხარ უფრო ღრმად სადაც ტრავმა რაზეც ეს ჯავშანი დაშენდა და ამის უკან არის შენი რესურსები რომელსაც ნაწილობრივ იყენებ ან საერთოდ არ იყენებ ხო ყველა აი 4-ვე შრეზე გადის განლაგება და შეიძლება 5 წუთში გაიაროს ან ანუ ყველგან გიჩენ და 5 წუთში რომ გაიარო სიტყვა ძალიან ბევრი იყოს რომ ერთბაშად მიიღო და მაგისის კონდეს არა მაგას არ ვიძახ შეიძლება ძალიან მალე ან განლაგების პროცესში მოხდეს აი 4-ვე შრის დანახვა ანუ განლაგება ფაქტიურად გაჩვენებს
თუ სად გაქვს სამუშაოები და მე სხვადასხვა მეთოდები შეგვიძლია იმუშაო, ან მედიტაციებს მეტად მიმართო, ან ვთქვათ, ფსიქოთერაპიაზე გჭირდება უფრო კიდე რომ გაერკვე რაღაცეებში, დაალაგო შენ თავში, ან სხეულზე ორიენტირებული თერაპია გჭირდება, უფრო მეტ ინდიკაციებს გაძლო, სად არის დამარხული, ანუ ის ბლოკები და დაღლისთავები რო იტყვიან, ხო? და რა თქმა უნდა, თვითონ პროცესში ბევრი რამე მუშავდება, იმიტომ რომ ხედვა გიჩნდება ისეთი, მაგალითად წყალში წურავ, არის საით გაწურო და ეს ხა დაბნეული, ხო და არ ვიცი საით წავიდე, ეს ასწორებ და უცებ გამოჩნდა კუნძული. შეიძლება ძალიან შორს იყოს, მაგრამ ამოისუნთქ. ხო, რო ძლივს გამოჩნდა, ხო, და ხა იქ კი არ ხარ. უკვე იქ მიხვალ, მაგრამ ეს უკვე შენზეა დამოკიდებული, რა ტემპით მიხვალ, რა ძალას გამოიყენებ, მაგრამ უკვე მიმართული, როდის დაისვენებ და რაღაც, უბრალოდ ეგეთი რაღაცა, სიცხადე შემოაქვს, ხედავ და ოკეი, იქითაა. ეხლა მე უკვე იქით მივდივარ და ამას ვეღარ გაექცევი უკვე რა, ამიტომ დაინახე. ხო, და უკვე პროცესი დაიწყო შენი და მიზანი გაქვს. ესე ვთქვათ, უმიზნოდ აღარ ხარ უკვე purpose, რასაც ვეძახით, ეგ შემოდის და მაგ ხედან კიდე არ ვიცით კონსოლზე რომ მიხვალ რა ჰორიზონტი იშლება საერთოდ შეიძლება უზარმაზარი კონტინენტი იყოს იქ. კი, ანუ დედასთან თემა დავამუშავე გონია და მეორე წელს მოდის ადამიანი და ისე თემა წამოტივტივდება დედასთან ისე რომელზეც მაშინ ვერც კი მიიღებთ. ანუ ეხლა აქ ამის ბზაობა. ანუ ეს პროცესი ისეთი სიღრმისეულია რომ აქ რაღაცა რო კონკრეტული ჩახსნა, ჩახურო და ამუშავ. ადამიანი რომ მოდიან და ეს დავამუშავე შინაგანად მეცინება ხოლმე. და ფეხებზე რო წამოიდებენ. ხო, ეს ისეთი საბავშვო ბაღია. ანუ როცა ეხება რაღაცა ღირებულებებს, როგორცაა დედა, მამა, შვილი რაღაც, სიცოცხლის ბოლომდე ხდება ეს ურთიერთობები. შეიძლება ბოლო დღე იყოს სიცოცხლის და დედას შვილთან ისე ცუდი რამე გააკეთოს, რომ თავის მთელი მედლები რაც აქ ამ დამსახურებული წყალში ჩაყაროს. აბა. ანუ არასდროს არ აგვაქვს ეგ საკითხი ბოლომდე დახურული. არც ერთ შემთხვევაში. მე შემიძლია ვთქვა, რომ მილიონერი ვარ, მანქანა ვიყიდე, კონკრეტული ფაქტია დავამტკიცებ ამას, მაგრამ მე რომ დედა ვარ, ან შვილი ვარ, ან მამა ვარ, ან ღირებულებებში ეს პროცესი მუდმივია. ან ცოცხალი პროცესი. იმიტომ რომ ცხოვრებაც ხო სულ ცვალებადია, სულ მიდის და ამ პროცესში ყველაფერი იწვია. თავარია რაც ვთქვით, რომ არ ვიყოთ ყინული, არამედ წყალივით გავყვეთ ამ პროცესს, რომ მასთან ერთად შუალედი გავუნახოთ და მოკლედ დღეს სანამ მოვიდოდი ახლა ჩაწერას გზაში ერთ პოდკასტს უსმენდი, სადაც ეგეთი ერთი ადამიანი იძახდა ეგეთ რაღაცას, რომ ძველადო როცა აშენებდნენო ეს ტამპლიერებიო ტაძრებს, რაც კონკრეტული წმინდა გეომეტრიითო რა, მან ძალიან დიდი პროპორციები ჰქონდა დაცულიო და მან როცა იკრიბებოდნენ და სიტუაციაზე წირვას ატარებდნენ რაღაცო, ეს უკვე ძალიან დიდი ესე ვთქვათ პორტალი იყო მანიფესტაციისთვისო და რაც პროცესების დაჩქარებისთვისო, იმიტომ რომ ამ ტაძარში ისეთი თქვარი რაც გეომეტრია იყო, გეოგრაფიული ლოკაცია და ისეთი ცოდნით იყო აშენებული, რომ ამ პროცესს ხელს უწყობდა და განლაგების დროს შენ თუ ხარ დაკვირვებული, ანუ ეგეთ რამე ადგილს მნიშვნელობა აქვს, სად ხდება ეს სიტყვაზე, ქუჩაში, შენობაში, ლოკაციას აქვს თუ არა მნიშვნელობა, თუ ქონია გამოსილება სიტყვაზე, არ ვიცი, ტაძარში ჩატარების გერმანიაში, ან ხო, ანუ თუ ხარ დაკვირვებული და რამდენად მნიშვნელოვანი არის ლოკაცია პროცესის დროს. ერთი მხრივ, აქ მაგასაც მნიშვნელობა, რომ გეომეტრია ძალიან ბევრ რამეს ცვლის. თვითონ მაგალითად გეომეტრია ესეთი რაღაცა არ აქვს მნიშვნელობა. შენ ბუდისტი ხარ თუ რა კონცეფციის ხარ თუ როგორ ხარ ათეისტი ხარ, შეიძლება რაღაც შენობაში შეხვიდე და ტირილი დაიწყო. არქიტექტურა ის იყოს მოწყობილი ემოცია სუსტად, ხო? ანუ ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს, მაგრამ განლაგება როგორც ასეთი დამოკიდებული არ არის არაფერს. აი ლიფტში შეიძლება გაკეთდეს სიტყვას და ვიზუალურად შეიძლება. იმდენად წელვადია ეს მეთოდი. მაგას აქვს უნიკალური, რა თქმა უნდა, კომფორტი უფრო არის, როცა ესე და ესე და ესეა, მაგრამ იმიტომ მეთოდს არ ესაჭიროება განსაკუთრებული ანუ გეომეტრია იმ გაგებით რომ ონლაინ ბორდითაც კი მუშაობს. მაგას ვუძახი ნუ კომპიუტერი ონლაინ ბორდი გაქვს და უკვე უყურებ რა ონლაინ უყურებ. ანუ ამას სივრცე საერთოდ არ აქვს. დისტანციურადაც არის. დისტანცია თავარია თვალებმა ვიზუალურად შეხედონ რაღაცას რა. და შენ თუ მაგრა შეგიძლია ეს უკვე ვიზუალიზაცია შეგიძლია ამ ეკრანის გარეშეც კი. ესეც ხდება განლაგებები უკვე მე. ანუ მაგას ვუძახი რომ ამას თავისი უნიკალობა აქვს, რომ იმდენად წელვადია. ისიც კი შეგიძლია რომ ერთ ადამიანში თქვათ ნაწილები ორად გაყო და ეს ნაწილი ამას წარმოადგენს, ეს ნაწილი ამას წარმოადგენს. ანუ არა რაღაც ერთს წარმოადგენდა რა მარტო. ანუ ძალიან ისეთი როცა უკვე გესმის როგორ ფუნქციონირებს, ძალიან წელვადი, აი ძალიან დრეკადი და ლავირებადია თვითონ ეს მეთოდი. მაგრამ მეორე მხარეა ის რა თქმა უნდა, ეს არქიტექტურა თუ გეომეტრია, როდესაც დარბაზში ხდება, მე მაგალითად გაშლის სივრცეში ვიტყოდი რომ არ იქნება მაინდა-მაინც კარგი. ფილმი როა თურქული სერიალი თუ გაქვს ნახე მაგაზე რომელი Another Self ეგრე ქვია თურქულმა და სერიალი ხო სერიალი თურქული არც მინახე არც სერიალი თურქული თავიდან ბოლომდე საერთოდ და სისტემურ განლაგებაზე 8 სერია იყო და მე მეორე 8 სერია დამატეს იმიტომ რომ ძალიან მოეწონა და ეს თემა ძალიან ღრმად ჩაშალეს ფასილიტატორია რაღაც სამი დაკალები არიან მეგონა მათ ცხოვრება და სისტემური განლაგებები ერთელი რაღაც შემოდის ამ
მაშინ ძალიან კარგად აქვთ, რაც აქვთ გაშუქებული სერიალის ფონზე. ერთხელ გავაზიარე და ვიღაცამ კომენტარში დამიწერა, თქვენ სერიალებს უყურებთ? წარმოდგენა ქონდა ალბათ ჩემზე ესე რომ ტუალეტში არ დავდივარ. ხო, წმინდანებზე რო გვაქვს. ო, ანუ ერთი თურქული სერიალი სადაც სისტემურ განლაგებებზე ნიშნავს რომ მე თურქულ სერიალს უყურებ, ეს არის ჩემი guilty pleasure. და თქმა უნდა ხა ეგეთი თემა არის და ანუ მანდ იყო ძალიან კარგად ისეთი ფიგურებიც აჩვენეს, მაგრამ აი გაშლილადაა გაკეთებული და შედიან როლებში. ხო. ანუ ეს ადამიანები რაღაც განცდები ეუფლება, ცოტა შეიძლება გადაჭარბებულად ჩანდეს, თუმცა მათი გადაჭარბებული გამოხატვაც და არსის და კონტენტიც არაფერია იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მართლა მოხდეს განლაგებაში. კიდევ უფრო მეტი შეიძლება მოხდეს. მაგრამ გაშლილ ველზე მაინც გაფანტული არის. ანუ ეს ბუნებაში იყო რაღაცა შენობა იყო მარტო ჭერი ქონდა და რაღაც სვეტები და იგიჯდა ხალხი რაღაც ეზოში ისა მაგრამ ჯობია რომ მაინც იყოს დაცული სივრცე იყოს თავიდან ყოველ შემთხვევაში ვინც აკეთებს დაცული სივრცეს ეგ ხო ისეთ შეიძლება იყოს ეხლა არ ვიცი რამდენად მართალი არის შენ შემისწორი თუ ვწდები რომ უშუალოდ თუ ღია სივრცეში აკეთებ შეიძლება უშუალოდ აი ქალაქის ან უფრო დიდ ველსლის ნაწილი გახდება უნებურად იმიტომ რომ დახურული სივრცე არ შეიძლება გიცავდეს მაგისგან არ ხო საჭიროა ყურადღებაც გეფანტება თუნდაც მარტივად რო შეხედო ან ეგ ჩიტის გალობა ესეთი მიქსა ყურადღებას და ვიზუალური სივრცე გაქვს ძალიან გადიხარ ხო კონცენტრაცია ის იმას ხო დაამარტივოთ რო კონცენტრაციის ამბავშიც ხელს გიშლის და თუნდაც დაცულობის ამბავშიც ანუ ურჩევდი ადამიანებს რომ მაინც თუ რაღაც ჯგუფია და ტარდება იყოს დარბაზი რა თქმა უნდა თუ კონფერენციების დარბაზი ატმოსფერო არის ისეთი რბილია ანუ რბილი ატმოსფერო უნდა იყოს მიმღებლობითი ატმოსფერო უნდა იყოს თვითონ განათებაც ისეთი უნდა იყოს აი სირბილეს ან დიდი მნიშვნელობა ხო გარე ფაქტორი დაცულობას ხო რომ მაქსიმალურად კონცენტრებული იყო პროცესზე ეთიკა უსაფრთხოება ეგენ ძალიან მნიშვნელოვანია ანუ ის რომ ეთიკა ეთიკური ნორმებია მანდაც რა თქვა რა არ თქვა თუნდაც ორგანიზაციულ განლაგებებში თავისი ეთიკა აქაც ანუ ხო რაც კანონიკა აუცილებელია ან მაგალითად ლიდერს აქ ლიდერშიპის საკითხები და ორგანიზაციულ განლაგებას გამოჩნდა რომ ლიდერ სისტემა დასამუშავების არ უნდა ითქვას თანამშრომლებთან. რო თანამშრომლები სხვანაირ ხო ყველას ერთია. იმას ელაპარაკები, იმას ეუბნები, ან ორგანიზაციის საკითხები არ უნდა გამოტანილი არ უნდა იყოს ორგანიზაციის უნდა რჩებოს. ამიტომ უფრო რთულია მან ვიდრე საოჯახო განლაგება. ხო. საოჯახო განლაგებას მაინც გამოაქვს თავისი თემები, რეპრეზენტატორი უცხოებიან და ყველაფერზე საუბრობ. ორგანიზაცია ხა ერთი ადამიანის საკითხი არ არის, ორგანიზაციის საკითხი, ამიტომ იქ სულ სხვა დამოკიდებულება გასაჭიროა. ზოგი ორგანიზაცია რაც პატარა ეკოსისტემასავითა უამრავი იერარქიით და იქ ხა ეგ ცალკე ძალიან დიდი საკითხია. ხო და მაგაზე ალბათ ხო შედეგები რომ რაღაც ორგანიზაციას ჩაუტარეთ განლაგება და შემდეგ აი როგორის დაან წინსვლა ქონდათ აი ზუსტად ეგ არის საკითხი თვითონ ორგანიზაციაში ანუ თუ უფროსები არ მონაწილეობენ აზრი არ აქვს დიდად. ხო ჰედები ვინც არიან ორგანიზაციაში. უფროსებს გონიათ, ახლა ესეთი საქართველოში ყოველ შემთხვევაში ესეა, რომ ჰედები ვინც არიან, ახლა ეს თანამშრომლები დაამუშავებენ, განვითარდებენ, უფრო მეტი პროფიტი მექნება, ხო, ეგა არსი. არ ფუნქციონირებს, იმიტომ რომ სისტემა მოიცავს ამათაც. ესენი თუ არ იცვლებიან, ანუ კიბო ზემოდან იგებაო, ხო? ხო. ისევ ზემოდან დაეყრება რაღაცები, ანუ სისტემა არის non-verbal დინამიკა რაც გავლენას ახდენს, დამფუძნებელის გავლენას ახდენს. ან დამფუძნებელი თუ მოკვეთილია ორგანიზაციიდან რაღაცების გამო არ აქვს მნიშვნელობა, გინდა ოჯახიდანაც იყოს. იმას, ვინც სისტემის წევრი არის, არ აქვს მნიშვნელობა, განეკუთვნება ამ სისტემას. თუ ადგილს არ მიუჩენ, ვიღაცა მოვა, ვინც ამის რა ქვია ეს გერმანულად ქვია ADHS ქვია რუსი HD ქართულად კი ინგლისურად როგორ არის? HD ADHS ის რო არის ADHD ხო არის სიმპტომი რო ხო ADHD ხო ხო რა გერმანულად ვიცი ADHS ინგლისურად ვერ ვთარგმნი ამას და ანუ ეგ ნიშნავს რომ ყურადღება მომაქციეთ რა ხო ანუ ის თავზე იღებს შეიძლება ესეთი სიმპტომი არის სისტემური სიმპტომებიც არის რომელიც თავზე აიღებს იმას რომ ყურადღება მომაქციეთ თუ ვიღაცა არის მოკვეთილი აქედან სისტემა ყველას თავისი ადგილი ეკუთვნის ანუ ბევრი რაღაცებია გასათვალისწინებელი და ამიტომ ორგანიზაცია რაღაც დიდი თემა არის რა ორგანიზაციაში ფუნქცია ცალკეა ეს ადამიანი პერსონალური რაღაც ცალკეა ზოგს ერევა ხოლმე და შედიან და აი ჩვენ ხა ემპათია უნდა ქონდეს ერთმანეთის და ეს მარტივად არ არის ფუნქცია ცალკეა ეს ადამიანური ფაქტორი ცალკეა აი მელოდია რო წარმოიდგინო მელოდია ხო შეიძლება სხვა ნოტაზე სხვა გამაში დაუკრა ანუ ყველა თანამშრომელი შეიძლება გამოიცვალოს ხო ხო და აი მაგაზე მაინტერესებს შენი ეს ორგანიზაციაში მაინც გადარჩება ხო ნუ რა თქმა უნდა
გააჩნია რა მედიუმში ფუნქციონირებს ეს ორგანიზაცია, მაგრამ შენი აზრით უკეთესი არის ორგანიზაციაში რომ იყოს აი გაწერილი ზუსტი იერარქია თუ უფრო დემოკრატიული ის იყოს რაღაც დამოკიდებულება, რომ აი უფროსით შეიძლება ძალიან არ უფროსობდეს, არ ვიცი აი მან თვითონ განვითარების ეტაპებია, ცნობიერების განვითარების ეტაპები, თუნდაც ლიდერშიპზე, ხო პირველი რა იყო? პირველი იყო მაფია, ხო, ანუ ველური რაღაცა თავდასხმები და ეს და მაფიურია, ყველაზე პრიმიტიული, ასე ვთქვათ, უფროსი ეს ბრძანება, ყველა მტერია, ყველა შეიძლება, ანუ გადარჩენაზე ვარ. მეორე არის უკვე მოდი ახლა წესები შემოვიყვანოთ, უკვე აქ სახელმწიფო შემოდის. როცა ზემორჩილები, ხო? ხო, მინი სახელმწიფოებია რეალურად. მესამე უკვე კომპანიები რომ შემოვიდა კაპიტალიზმში რომ განვითარდა, უკვე აქ უკვე პროფიტი იყო წინ და არა წესები და ტრადიციები. უკანაა წესი და ტრადიცია, უკანაა გადარჩენის ტრადიცია. ანუ პროფიტია უკვე. მერე ამის მერე მოდის უკვე მოდი ეხლა კოლაბორაცია შემოვიდა. ეს უფრო მაღალი განვითარებაა, ხტები. და ამის მერე ამ კოლაბორაციული განვითარების მერე საქართველოს ჯერ არ არის შემოსული. ერთი კოლაბორაცია, ანუ სიტყვა კი გვესმის, მაგრამ ხო, არსი თვითგადარჩენაზე ჯერ კიდევ თვითგამოხატვაც არ არის და სეკულარიზმიც არ არის და ორთოდოქსობა, ანუ ძალიან ნაბიჯები ძალიან განსხვავდება. მაგალითად ევროპაში არის კოლაბორაციული სივრცეები სხვადასხვა ავტოინდუსტრიულ კომპანიებს შორის, ისინი ერთმანეთის კონკურენტები აღარ არიან. ეგეც სივრცეები აქ. მაგ იმას გაცნე, რომ ეხლა რაღაც ჩვენ გიყვავთ, რომ ერთმანეთს ვაჯობოთ, არა. ვინ-ვინ სიტუაციაში ყველა როცა კოლაბორაცია რა აზრი არის. მაგას მიხვდნენ. უკვე ეგ ცნობიერება შემოდის და ამის შემდეგ არის სისტემური მიდგომა. ესეთი კომპანიებიც არის. ანუ კოლაბორაციის იქით გავიდნენ. სისტემური მიდგომა არის ორგანიზაციაში. აი ეგ არის პიკი, ხო ესე პირამიდის არა პიკი შეიძლება კიდევ უფრო იქით იყოს. ჯერ არ ვიცით რა. მაგალითად რაც ხდებოდა თუნდაც ის ოშოს კომუნა ეგეთი იმებს, სპონტანურია ყველაფერი უკვე სისტემური იქითაა. ხო. ნუ ეს რო საზოგადოება მოაწყო ძნელია და კომპანიები. მაგამდე მისვლა უნდა. ეგ ყველა ეტაპი თუ არ გაიარა პირდაპირ ქაოსი გექნება. ანუ თუნდაც პატანჯალის ვერავინ ვერ გაცდა იოგა. ან პატანჯალის შეიძლება თვითონ იოგაში რაც არის, ხო, ანუ ეს თუნდაც ეს ჩაკრები და ცენტრები, ეს არის ყველაფერი ცენტრები. პირველი ცენტრი გადარჩენა საფუძველი, მასლოვის პირამიდა, ახალი არ არის. კი მასლოვია და პირამიდა, მაგრამ ყველაფერი ისევ ჩაკრებზე დადის. რა პირველი ფუნდამენტი ფესვი, მეორე არის კონტაქტი, კავშირი, მიკუთვნადობა, მესამე ეს ემოციების ბრძოლა, ანუ ეს რაღაცა ასე ვთქვათ ნება, მერე არ უკვე ეს ემპათია მოდის, აქ ზუსტად შემოს კოლაბორაცია, რაღაც მერე კომუნიკაცია, აქ ნეტვორკინგი შემოდის აქ, მერე უკვე ინტუიცია და სპონტანურობა რა, აი ზუსტად ეგ განვითარება კოლექტიურშიც ეგრე ხდება და კომპანიებშიც ეგრე ხდება. კომპანიებშიც და ალბათ ოჯახებშიც და მერე სახელმწიფოებშიც, იმიტომ რომ ეგ ყველაფერი ხო რაღაც მიკრო მაკრო კოსმოსის პრინციპზე არის, რომ აი ჯორდან პიტერსონს რაც აქვს ნათქვამი, რომ სანამ შენ კარადას არ დაალაგებ, გარეთ ნუ ვერ დაალაგებ სიტუაცია, სანამ შენ შინაგანი თავი არ გაქვს დაალაგებული შენი სახლი, სადაც ცხოვრობ, გარეთ ნუ ეძებ ჯერ ნუ იგივე პრინციპი არის ალბათ მაგდაც კომპანიებზე და სახელმწიფოებზე და ყველაფერზე. აი მაგალითს ვიტყვი, ეგეთი კომპანია არის ლალუ არის ერთ-ერთი, რომელსაც აქვს წიგნი Reinventing Organizations და მე მგონი ბელგიელია წარმოშობით და ერთ-ერთი სასტრაფო დახმარების კომპანია, მგონი ჰოლანდიაში. მაგაზე რაღაც ლექციაც აქვს და მაგალითს აღწერს რა, რომ აი სასტრაფო დახმარების კომპანია ხო არის და აქ არის სხვადასხვა განყოფილებები, ზოგს მანქანას ატარებს, ზოგს რაღაცა იქ აქვია იმას ექთანია, ზოგი რაღაც და ანუ ამ კომპანიას 40%-ით მეტი აქვს მოგებაც და პოპულარობაც ვიდრე სტანდარტულ იგივე სასტრაფო დახმარების კომპანიებს და რატო? ანუ არავინ არ ყავთ უფროსი. საერთოდ. და ანუ ყველგან არის კომპეტენტური ხალხი თავის რგოლებში და სპონტანურად ხდება იქ ანუ ეს როლების გადანაწილება. მექანიზმი აქვს სრულიად განსხვავებული. ანუ რაღაცა დღეს ხო უნდა ხო გონია რომ ეს ისეთი ქაოსი თან სასტრაფო დახმარება. ანუ წუთი-წუთზე რო უნდა იყოს გათვლილი, ხო და ანუ შედეგი არის პირიქით საპირისპირო რა. ეს ნომერ პირველი და რა რესურსები გვაქვს და როგორ სხვანაირად ცხოვრობთ. უფროსის კი არ ჭირდება, ანუ უფროს ლიდერშიპზეც თვითონ არის ხო თავიდან ეს ამბობს და მორჩა. მეორეა რომ ეკითხება და მაინც თავით თვითონ წვიტავს. მესამეა რომ უკვე ეკითხება, მაგრამ გაითვალისწინებს. ხტები? საქართველო ავიღოთ რა. აი ჩავხდები ამ თემაში, ხო? ჩვენთან ახლა პოსტიც მაქვს მაგას დაწერილი. ჩემი მოსაზრება მაქვს. ხო. საქართველოში მაგალითად გავიარეთ, ჩვენ გავდივართ ესეთ არქეტიპებს. მამა. ხო. ანუ იყო ზვიადი, ხო? პირველ დამოუკიდებელ საქართველოს ისტორია დავივიწყოთ. ახლა საქართველოს დამოუკიდებლობიდან იწყება. პირველი იყო რაღაცა ქონდა მას ეს სულიერება, სულიერი მისია, სულიერი მისია, ეგრე შეარქვეს სახელი თუ რაც იყო, ხო ვიღაც შეიძლება არ მოსწონთ ვიღაც არ აქვს მნიშვნელობა. მეორე იყო შევარდნაზე, ნუ გავიერთე არქეტიპი რა. ისტორიის ქრონოლოგიას არ აქვს, აი ბაზისებზე ვლაპარაკობ.
შევალნაზე იყო გონება უფრო, ანუ ეს კომუნიკაცია, ეს რაღაცა საგარეო საქმეთა მინისტრის, ანუ ამის იყო სუფთა რაციონალური გონებრივი რესურსი, ამას სულიერი ტიპი იყო, ვერ იტყვი, ხო, რომ მერე იყო მიშა. მიშას ჰქონდა ეს ემოციური დრაივი, ხო? ანუ გონება, სულიერება, ემოციები და ეხლა არის ბიძინა, ხო? ვინც არის მატერიალური. ფიზიკური რესურსები უყვებით იმას. ანუ ყველა არქეტიპი გავიარეთ მამის. მეტი არქეტიპი აღარ გვესაჭიროებით, რომ აღარ არის. რაღა გვაქვს დასამუშავებელი, ფიზიკური გავიარეთ, ემოციური გავიარეთ, სულიერი გავიარეთ და გონებრივი გავიარეთ. ფიზიკური ეხლა გავდივართ ამას. მატერიალურს. ბოლოს ეხლა გავდივართ. ესეც ამას რო გავავლით, მე ვინც მოვა, ეს იქნება ფუნქციონალური. ჩვენ აღარ გვჭირდება მამა. ვა, რა მაგ კუთხით არასდროს არ შემიხედავს ჩვენი ქვეყნის ისტორიის. მამა, იმიტომ რომ ზუსტად ამას 40 წელი ჭირდება, ჯერ 33-ია გასული. ორი თავი შეიცვალოს, ანუ მოსეს რო აქ 40 წელი. ხო, რაღაცა ლოგიკურად მიდის რა ეს ყველაფერი, ჩვენ გვინდა რაღაცები შეიცვალოს თუ ეს იყოს ეს. უბრალოდ აი მეტაპოზიტიან რო შეხედო, არავის არ ვიტყვი რომ ეს კაი იყო ის იმას ჯობია. ხო, აი ობიექტურ რეალობას უბრალოდ ვაფასებთ რაც მიდის, ხო. სულიერი, ემოციური, გონებრივი და ფიზიკური. ხო. და მაგის შემდეგი არის, ანუ ფუნქციონალური. ამის შემდეგ იქნება ფუნქციონალური, ვინც იქნება, იქნება ფუნქციონალური ლიდერი იქნება. ხო. აღარ იქნება ის რომელსაც აი მამად დააყენებ, მარჩენალად დააყენებ, და ყველა ეგრე იყო დაყენებული. ხო, და აღარ გვექნება, რასაც მანამდე ვსაუბრობდით, აი ეს გამოცდილებები გავიარეთ. მიჯაჭვულობა და აი რა ტოქსიკური ურთიერთობა, არამედ უკვე გამოვალთ ამ რაც ინტერდეპენდენტ ურთიერთობაში თითქოს. თუ მშვიდობა, თუ განვითარება, იმიტომ რომ ეს ბევრი რაღაცეები გარედანაც მოქმედებს და ეს, მაგრამ ჩვენ სხვა არ ვართ ცალკე ნაწილი საქართველოს ფილოსოფიაში ხდება რაღაცა ესე დაპირისპირებები, რომ მაგალითად ეხლა თუნდაც რო აიღო ეხლა პუტინის და ტრამპის და 70 წელს გადაცილებული ხალხი, რომლებიც ძალიან დიდ გავლენას ახდენენ იმ ყველაფერს, სადაც ჯენზის თაობა, რომელიც სულხანად უყურებს სამყაროს. ანუ ეს რაღაც ძალიან საინტერესო ეპოქაშია ამ ხრივ რაღაც ისეთი ცვლილებები და ისე ჩქარა ხდება თან ეს ცვლილებები, აი ყოველ დღე რაღაც ახალი ხდება და კი თუნდაც ძალიან საინტერესო კონტრასტები არის თან. ხელოვნური ინტელექტი ერთი ინდივიდუალურ სესიაზე იყო ჩემთან და მუშაობს ისეთ სექტორებში, სადაც თანამშრომლებს მე რაღაც უნდა ასწავლონ ეს, რომ დაანერგონ ეს ნელ-ნელა და მეუბნებოდა რომ ისე სწრაფად ვითარდება ეს ხელოვნური ინტელექტიო, რომ სამი თვე დასრულდა თუ წავიდე და ჩამოვიდე, უკვე არაფერი აღარ ვიციო რა. საქართველოში გეუბნები საქართველოს ადამიანს, რომელიც ამის სპეციალისტია და უნდა ასწავლოს რაღაცა კომპანიებში, ну ერთ-ერთი პროექტი აქვს, რომ კომპანიებში თანამშრომლებს ასწავლოს, რომ ახლო მომავალში უკვე თანამშრომლობა უნდა ისურნე ხელოვნური ინტელექტთან მოპყრობა. ისეთი განვითარებადი სფეროა და ისეთი სტრესია, ასე ვთქვათ, რომ სამი თვე რო წავიდე, მე რა ჩამოვიდე უკვე ჩამორჩენილი ვარ, ხო? ну ეს არასდროს არ ყოფილა ესეთი დაჩქარებული. და ერთ რასაც დავამატებდი, თუ ტექნოლოგია ძალიან გადაუსწრებს ცნობიერებას, ხო, მაშინ ჩიხში შევალთ. კი, იმიტომ დისჰარმონია და ყოველთვის ალბათ ყველა ცივილიზაცია მაგან გაანადგურა. ერთი ნაბიჯით გადაუსწრო ტექნოლოგია და თუ ცნობიერება გადაუსწრებს ტექნოლოგიის მაგალითად ატომური ბომბა არის, ხო? რაიმე ბერკეტი არის ცნობიერების, რომელიც ამას დააკავებს. არ გვაქვს არანაირი ბერკეტი. თუმცა ამხელა ჩვენც ახლა რო საუბრობთ ამ სულიერებაზე, ამხელა დრაივი არასდროს არ ყოფილა. ეს დამსახურება ესეთი ადამიანები, ჩემი განმოსაყრე როგორც იყო ოშო, რა ვიცი, კრიშნამურტი, გურჯიევი, თუნდაც იმ ძალიან ბევრი კონტრიბუცია ჩადეს ამაში, რომ ადამიანებს ასე ვთქვათ დღეს ესეთი ლაქშური გვაქვს, იმიტომ რომ სულიერი ფუფუნება მილიონობით ადამიანები მედიტირებენ ადრე ეს ეზოთერიკად და რაღაცა აკრძალული ხილი რაღაცა თითულებოდა. ხო დღეს უკვე მეცნიერებაც კვლევებია ოქსფორდში და ჰარვარდშიც მედიტაციებზე. და უკვე მედიცინაში შემოდის სიტყვაზე ბგერითი თერაპია და ანუ უფრო ესე თუ ყოველდღიურ ნაწილის ხელშესახები ის ხდება, როგორც აი ჩოვლებრივად თავს ვუვლით რომ მივდივართ სტომატოლოგთან, იგივე არის, ეგეც ოღონდ უხილავს სხეულებზე. კი ბატონო, ანუ პარალელურად მიდის ეს ორივე რაღაცა ძალიან ისეთი ტემპით. თუმცა აი აქ დისბალანსი თუ მოხდება, რომ ძალიან გადაუსწრებს ტექნოლოგია, რა ძალიან საშიშია, იმიტომ რომ იარაღია, რომელიც ბავშვის ხელში არ უნდა მოხდეს. ხო, ზუსტად. აი, ძალიან კაი შედარება. და ეგ არ შემიძლია მოგშე ხარ შეგეკითხო რა ხარ მაგ წახნაგსაც შევეხეთ, რომ ეგეთი თეორია არსებობს, რომ ხელოვნური ინტელექტი თავის უმაღლეს განვითარებაში შეიძლება იყოს ანტიქრისტეო. აი, ეგრე რომ წარმოვიდგინოთ, იმიტომ რომ ყველაფერი ანტი არის იმისი, რაც ქრისტე იყო, რომ აი ეგეთი ვარაუდიც არის. ოღონდ ესაა ძალიან შეთქმულების თეორია, უბრალოდ ისე სპორტული ინტერესებისთვის მაინტერესებს, რას ფიქრობ, რომ ხო არის ეგრე შეიძლება
ნათქვამი, რომ აი სოფლიო ლიდერიო შეიძლება არ იყოსო კონკრეტული ადამიანია, იმიტომ რომ ვერ შევთანხმდებით, რომ მოდი შენ იყავი, არამედ ხელოვნური ინტელექტი, რომელმაც ყველაფერი იცის ყველაზე და ყველა ერთგვარ შესაძლო მომენტს განიხილავს, ვარაუდებს და გამოაქვს ყველაზე საუკეთესო. რას ფიქრობ მაგაზე? შესაძლებელი არის ეგეთ სამყაროში აღმოჩნდეთ, სადაც მართლა ხელოვნური ინტელექტი იქნება ქვეყნების სათავეში, აი მაგდონემდე რომ განვითარდეს. მე ცოტა არ ვიცი რაღაცნაირად არ მომწონს ესეთი დამოკიდებულება აი ანტიქრისტე თვითონ ნიჩეს ხელს აწერდა როგორც ანტიქრისტე, ხო? ანუ ნიჩე ვიზახტო რომ ანტიქრისტე იმდენად ობსესია ქონდა ქრისტეზე და იმდენად ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მეორე რეალობაც არსებობს, ხო, იქიდან გამომდინარე თუ რა შეიძლება ამან გამოიწვიოს. ქრისტიანულ კონტექსტში ყველაზე მეტი ომი მოხდა. ხო. ორი მსოფლიო ომი მოხდა ქრისტიანულ კონტექსტში. ანუ ქრისტიანებს უფრო მეტი ზარალი აქვს დედამიწაზე მიყენებული. ხო. მსოფლიოსთვის ვიდრე სხვა რელიგიებს რო შევხედოთ. ქრისტე აქ არაფერ შუაში არ. ხო, არაფერ შუაში არ, რა თქმა უნდა. ანუ ორ მსოფლიო ომში არც მუსულმანები იყვნენ, არც ბუდისტები იყვნენ, ისე არამედ ქრისტიანებმა დაახოსეს ერთმანეთი, ხო? ორ მსოფლიო ომში. ამის წინააღმდეგი იყო ზუსტად ნიჩე, მაგაში ამბობდა ამას. ამიტომ ჩვენ რას გულისხმობთ ამაში ხდები? მარტივად რო ვთქვა, როგორც წეგან თქვი, იარაღი არის, რომელთა შეიძლება ბავშვის ხელში თუ ასაშიშე, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა დააზიანო, ან შეიძლება რაღაცაში გამოიყენო ვაშლი გათალო. ხო, როგორც იყენებს ხო იარაღი. ხო, ნებისმიერი. ანუ ეს არის იარაღი და იარაღი თავისთავად საშიში კი არა, ვინც ამას იყენებს. ანუ როგორ გამოიყენებს რა. ხო, უშუალოდ ისევ და ისევ ჩვენ ცნობიერებამდე ჩვენ თუ ისე გამოვიყენებთ რომ ეს ჩვენს წინააღმდეგ წავა, მაშინ გაგვანადგურებს. ეს ვიქნებით ჩვენივე თავის მიზეზი. პასუხისგებლობა არ უნდა გადავიტანოთ აქ ხელოვნურ ინტელექტს. მართალია. ძალიან კაი პოინტი არის, რომ ყოველი ესე ვთქვათ, პრობლემის ძირფესვი ყველაფრის სადაც არის, ყოველთვის ალბათ განათლება და თავის შეცნობა, რომ მაქსიმალურად ბევრი რაღაც ესე ვთქვათ, ბავშვები არ ვიყოთ რაღაცა დიდი იარაღის ხელში ჭერისას. აი განათლების სისტემაში რო იყოს ესეთი თემები, რასაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, თუნდაც სისტემური განლაგება, თუნდაც აი ესეთი რაღაცები აღზრდობის სისტემაში სხვა თაობას გავსდით. რო არ არის ისეთი რაღაცები განათლების სისტემაში, რაც ესენციალურია ცხოვრებაში, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. ანუ განათლების სისტემა არის ძირფესვიანა შესაძლებელი. არის კონკურენციაზე და მეხსიერებაზე აწყობილი. აი ეს ორი რაღაცაა, რომელიც უბრალოდ რაღაც რესურსებია, კი ბატონო, მაგრამ ეს არ არის ცხოვრება და ეს არის შემადგენელი ნაწილი ყველაფრის. მოგშა, აი უკვე დასასრულისკენ რო წავიყვანოთ ჩვენი საუბარი, რეალურად ყველაფერი რაზეც ვისაუბრეთ, ეხლა რა კითხოც უნდა დაგვისვა, მაგაზე პასუხი არის. თუმცა მაინც აი შენი ამდენხნიანი გამოცდილებით განლაგებაში, ზოგადად ცხოვრებაში, სულიერებაში რას ურჩევდი ხალხს, სიტყვაზე ქართველ ხალხს ამ მომენტში, აი მაგიტო თქვი რომ ეს რაც ვისაუბრეთ რეალურად ერთი დიდი რჩევასავით კი გამოდის ეს განლაგება და ყველაფერი, მაგრამ თუ არის რამე ისეთი როგორ თქვა აი ხელშესახები არა აი ხო ხდები აი რა შეიძლება რომ პრაქტიკული შემდეგი ნაბიჯისთვის რომ რას მე ახლა გერმანიაში ვცხოვრობ, ეხლა ვცდილობ ცხოვრობ ჯერჯერობით 30 წელი არის უკვე ძალიან კარგად ვიცნობ იქაურ მენტალობას და ქართულ მენტალობის შედარებად შემიძლია. ეხლა და აი რა პროგრესია იქ თუ რა ჩვენ რა გვაქვს და ანუ ესეთი არ არის სწორი, როდესაც რაღაცა კულტურის ბენეფიტებს ადარებ ვიღაცა სხვა კულტურის დეფიციტებს, ხო? და ეგ ტენდენცია გვაქვს ხოლმე. ანუ უგოღმა ხო რაღაცა დასავლეთში რაღაცა კარგია და აი საქართველოში რა ცუდია. ამ პირიქით საქართველოში რაღაც კარგი და იქ რა ცუდია. ანუ ამასაც კარგი და ცუდი, იმასაც კარგი და ცუდი. აი რასაც ვიტყოდი იქ. ადამიანებს ერთმანეთის მიმართ უფრო მეტი ანუ სოციალური ემპათია აქვთ. მოწესრიგებული ეს საკითხები როგორ ცხოველები ქუჩაში არ არიან. ხო. და მოხუცები ქუჩაში არ არიან. რატომ? იმიტომ რომ სოციალური ემპათია მეტი. ხო. ანუ აქ ჩვენი ტარების სტილიც კი, მანქანის ტარების სტილიც კი ერთხელ თქვი რომ მე ძალიან უხეშად დადიან და რაღაც და გერმანელი კოლეგა ჩემი რო იყო თქვა აუხეშად კი არ დადიან, გაუთვალისწინებლად. მაგარი კომენტარი. ანუ ერთმანეს არ ვითვალისწინებთ. ანუ იმდენად ეს გადარჩენაზე ვართ, ხო, რომ ერთმანეთს არ გვეჩქარება ყველგან. გვეჩქარება, რომ მე ვარ წინ. ან თვითგადარჩენის ტრანსფორმაცია ხდება თვითგამოხატვაში. და ორთოდოქსულობის ტრანსფორმაცია ხდება სეკულარიზმში. ანუ მეტი განსხვავებული აზრის მიმღებლობა და სოციალური ემპათია. და ერთმანეთის გათვალისწინება, აი ამას ვიტყოდი, აი ამაში რაც დაგვეხმარება, ყველაფერი გამოსადეგი იქნება. ო მოგშა ძალიან დიდი მადლობა შენი სიბრძნისთვის, შენი ინფორმაციის გაზიარებისთვის. მეგობრებო, ეს იყო შენი პოდკასტი და ეს უმორჩილესად გთხოვთ თუ გაგვცურვილი გამოიწეროთ ჩვენი არქივი, დაგვილაიქოთ ვიდეო და
ჩვენც რომ მოგცეთ მეტი დრაივი, რომ მეტი ესეთი ცოდნა გაგიზიაროთ. დიდი მადლობა მომავალ შეხვედრამდე. ძალიან დიდი მადლობა. მოგშეუღრმესი მადლობა ძალიან.